მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2301515 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ ესე იგი ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი. მოგესალმებით მამა ირაკლი. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა შიო მღვიმელის ხსენებას და ასევე ჩვენს მაყურებლებს მიულოცავ ამ დღესასწაულს შეგეწიოთ წმინდა შიო მღვიმელი. პირველი კითხვა გახლავთ ასეთი, ესე იგი არა ქრისტიანისთვის შეიძლება თუ არა პარაკლისის გადახდაო, წერს ლიკა, ქალბატონი ლიკა. ხო, რა თქმა უნდა, ლოცვა ყველასთვის შეიძლება, პირადი ლოცვებია, ამის მაგრამ პარაკლისი უკვე არის როგორც ღვთისმსახურება. ამიტომ ამისთვის საჭიროა, რომ ჯერ ქრისტიანის ეკლესიის წევრი იყო, რომ მასზე ქმედით იყოს ღვთისმადლის მოქმედება და შეწევნა. ამ შემთხვევაში მაშინ რაღაცა გარკვეული სულიერი ძალადობა გამოდის და მას ეკლესია ერიდება, რა თქმა უნდა. პირადი ლოცვებში ადამიანი თავისუფალია, ყველასთვის შეუძლია ილოცოს, მაგრამ მღვდელმოქმედება აღნიშნულ მხოლოდ ეკლესიის წევრებს, მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებს. კეთილი. მაყურებელია ეთერში, კითხვა მოვისმინოთ. გეისმენთ ეთერში ხართ? მაინტერესებს ის. დიახ. მღვდელი, ყველა მღვდელი ვალდებულია თუ არა, მოსაყდრე მოიხსენიოს წირვაზე. გასაგებია, მადლობა კითხვისთვის. დიახ, საინტერესო შეკითხვა, ახლა ესეთი ვალდებულება. მე ვფიქრობ, ჩვენ ახლა მე პირადად თბილისის ეპარქიაში, სხვადასხვა ეპარქიაში მსახურობ და ჩვენ როგორც ახლა პატრიარქი ჩვენი ეპარქიის ეპისკოპოსი და მოსაყდრის შიო ამ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულებით არის სიხარული და სიყვარულით ვიხსენებთ ყოველთვის მეოფეშიოს ლიტურგიის ტირალოცვის კოდექსებში და ასევე პარაკლისებში. კეთილი მამაო. მარიამი გწევს, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, როცა მისთვის არასასიამოვნო ადამიანს ხვდებაო? აღლა ცხოვრება ისე მოწყობილი არ არის, რომ ადამიანს ყველა სასიამოვნო შეხვედრები კონდეს, მაგრამ ქრისტიანი ვალდებულია, რომ რა თქმა უნდა, ბევრი რამის დათმენა, ბევრი რამის მოთმენა უწევს და არ უნდა დაკარგოს ქრისტიანული სახე. ჩვენთვის ყველა მოყვასია, არა საიმედოც, არა სასიამოვნოც, მტერიც კი. რადგან ყველა არის ღვთისშვილი და ჩვენც ყველა ღვთისშვილებად, მადლობა აღმოჩნდა ჩვენ ხარ გვასწავლიან მაიმუნის გაშთამოლობას თუ ყოველ შემთხვევაში აღარ გჯერა დიდი ხანი ათწეულებია და ყველა ადამიანი გამოჩნდა რასისა, სქესისა, ეროვნების გნებოთ, რელიგიისა, გნებოთ ხასიათისა, სანდომიანობისა თუ სიხარულის მოტანისა, ჩვენ ვადოთ მივიღოთ როგორც მოყვასი. და რა თქმა უნდა, არ უნდა გასცეს ქრისტიანი აი ამ ჩარჩოსო, არ უნდა აგზნობინოს. ძალიან ძნელია, სწორედ ეს არის ქრისტიანობა, რომ შენთვის გარკვეული ადამიანისთან ურთიერთობას კი გარკვეული ჯვარი ხდება. აი მისთან შეიძლება იყოს ოჯახში შეიძლება მოხდეს ყველა ჯვარი წერია სამსახურში, სამეგობროში, მაგრამ ამის გამო რომ ის არასასიამოვნო ხელი არ უნდა ეკრას, სწორედ ამაში გამოჩნდეს ჩვენი სულის სიდიადე, რომ უნდა ვიტვირთოთ როგორღაც რომ არ დავზარალდეთ, თუ ახლა არის ადამიანები, რომ მათ თვითონ მართლა გაზარალებს ესეთი ბოროტი ენერგიებით, მაგრამ შუგოვში ლოცვით და მისდამის სიყვარულით აი მტვირთვით ჩვენ შეგოვართ შეგვაძლებინოს, რომ მოყვასას გარკვეულად გვევალება ისეთი სიყვარული, სიკეთე და სითბო ვაჩვენოთ. ქრისტიანს არ ეკადრება არავის ესეთი დამოკიდებულება. კეთილი. ამ ნიშნით დაყოფა ადამიანის. მაყურებელია კვლავ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ალო. დიახ, გისმენთ, ისაუბრეთ ეთერში ხართ. საღამომშვიდობისა. შვიდობა მოგცეთ ღმერთი. ხო, გაგვიმართოთ. ასპიცა და ვასილის კოთაზე და ხვიდოდეთ დასგურ რომ შენ ლომი და ვერშაპი. ერთი კითხვა, მეორე მაქვს კიდე დაუძდომელი რომელიმე შვილის სახელზე რომ წავიკითხო და როდის ხო არ არის გონია იმაში დიდმარხვანში არის კითხება დაუძდომელი და გამიმარტეთ და მესამეს გეტყვით კიდევ რომ ვამბობთ უფალო შეგვიცხალე როგორც დედა ისე რომ თქვა უფალო შეიწყალე ჩემი ნინო, ჩემი გიორგი, ისე რომ თქვა, ხო
ხო სწორი იქნება, გაგვინათეთ რა. დიდი მადლობა და ბოდიშს გიხდით. გაიხარეთ, იცოცხლეთ. მადლობა. ერთო გაგეხარეთ და ლოცვას მებოღებთ რა კარგი ესეთი მონდომება რო სასულიერი პირველ რიგში უნდა უპასუხოთ რა თქმა უნდა რა ის ძალიან ხშირია დაუჯდომილები არ ეკითხება ესეთი რამე არ არსებობს ეს დაკრძალვა პირიქით ამ სულაც დიდ მარხვაში დაუჯდომლის შაბათი გვაქვს უბრალოდ არის პერიოდი მაგალითად კერძოდ უნებიშვიდეული როცა მთლიანად ეს დევიკონის მსახურება წირვალოს ლიტურგიის პირადი კანონი პირდაპირ აქცენტირდება მხოლოდ იესო ქრისტეს და მის ვნებას და ამ დროს მორწმუნეს არც დრო არ რჩება ფიზიკურად, იმიტომ რომ მსახურებებია ტაძარში დილას საღამოს მის პირადი კანონი და ცოტა მისი განწყობა ისინდათ უნდა იყოს თანავნებული მაცხოვართან, თანალმობით განწყობილი ესეთი განცდით წუხარებით კივილით უნდა გაითავისოს და გარკვეულწილად აი ეს ჯვარი მანაც იტვირთოს მაცხოვართან და გლობოთაზე წასაღები, ამ დროს ცოტა უხილხული არის გიხაროდენის ძახილი, თუმცა ახლა აკრძალა რა არსებობს პირადი დაუჯდომლის ჯგუფი თუ არის მოძღვართა შეთანხმებით ესეც შეიძლება. ამ შემთხვევაში რომ ვინმე არ ვიფიქროს ვინმე დარჩეს მაიდამის დაუჯდომლის გარეშე მარხვაში პრაქტიკაში არის ესეთ დაუჯდომელი იტირეს სულო სინანულის აღძრელი ლოცვებია საკუთარი ცოდვების განსისგემ მოწოდება და კარგია თუ ამას წაიკითხავ. თუმცა დაუჯდომეს კითხოს რა თქმა უნდა შეგიძლიათ ეს არ არის აკრძალული და არ არის დანაშაული. შვილებს რაც შეეხოთ ხე მაიდამის ესეთი დაუჯდომლები შვილს შეეწევა ეს დაუჯდომელი ეს არ შეეწევა ეს წმინდანი და ეს წმინდანი ვერა ესეთ რამე არ შეიძლება. არის კი ახლა ღვთისმშობლის ხატის მრავალნაირი დაუჯდომლები მაგალითად აღზრდელი აი დედაშვილობაზე რაღაც შვილის განსაკუთრებით ტექსტით გამორჩეული მაგრამ ეს არის ხოდახოდან ფუფუნებას უხს არ აქვს ამ ლიტერატურაში შეგიძლიათ ნებისმიერ დაუჯდომელი მაცხოვრისადმი ყველა წმინდა ღვთისმშობლის ნებისმიერ წმინდანისადმი მის სასწაულს თქვენ გაქვთ მას წმენდ ევედრო და უცებ შეეწება თქვენ შვილებს და აქვე კითხვის გაგრძელება იყო პასუხსაც გავაგრძელებთ რომ შეიწყალე რა თქმა უნდა ესნობედროთ ჩვენ უფალს რომ ჩვენი შვილები შეიწყალოს და აცხონოს აბა როგორ ვინც გვიყვარს იმის შეწყალებას თქოთ ღმერთმა თუ არ შეგვიწყალა არავინ სასუფეველში და დამსახურებით და ჯილდოთი და ვერ შევა ესე გამარჯვებული ყველა ჩვენ უფლის შეწყალების იმედი გვაქვს და სწორედ ესე ვლოცულობთ რომ უფალმა შეიწყალოს ნახეთ ეკლესია როგორ გვასწავლის ისედაც ნახი კვერექსას რომ უსმენთ ხოლმე ჩვენ ხომ წიროლოსაზე უფლისა მიმართ ვილოცოთ უფალო შეგვიწყალენ ანუ მრავლობით ფორმა იმიტომ რომ განამარტო ისა რომ მე შემიწყალე ზოგი ესე კილოძებოს მაგრამ ის არ არის სწორ იმიტომ რომ მაგალითად ღმერთმაინებოს და თქვათ აცხონოს უფალმა შემიწყალოთ სასუფეში დამამკვიდროს ჯვარი წერა მე ვიცი მიყვარს ახლა ის თუ სასუფეში არ იქნება მე რა მანეტარებს რა გამახარებს და რა მადიდებს ხო თუნდაც ეს იყოს ანგელოზებთან ყოფობა იმიტომ რომ მე ვიცი მიყვარს მინდა რომ მასთან ერთად ვიყო ამიტომ ჩემთვაზეც ლოცულობ და ყველა ჩვენ ახლობთ რა თქმა უნდა იწყება ოჯახიდან შვილებიდან და ასე შემდეგ ჩვენ ერთობლივად გვინდა და ამიტომ ქრისტიანს ზოგადად ყველა ცხონება უნდა უნდოდეს არ შეიძლება ვიღაცა ჩვენ ცხონ მარტო ჩვენ შეგვიწყალონ და სხვები არ შეიწყალოს ეს რამე არ ხდება და ის ფსალმონის ტექსტი კიდევ ეს არის ასწრის და ეს არის ბოროტ ძალებზე გამარჯვების პირობა ერთგვარად ღვთისაგან მოცემული ვასილის კვანი შხამიანი გველების სახეობა და აი ეს ღმერთს მიენდობა ფსალმონის პირდაპირ 90 ფსალმონის ციტატებია ტექსტი ფრაზებია ბოროტ ძალებისგან საბრძოლო ძალა ქმედითი ფსალმონია და უბრალოდ მთელი აზრი ამის ის არის რომ ვინც უფალს მიენდობა აი გაიმარჯვოს აი ესე ასწრის და ვასილებას გაივლის როგორც მას ვერაფერს ვერ დაუშვებოთ თვითონ იესო ქრისტემ შემოსრა გველის თავი და დაამარცხა ჯოჯოხეთის მეუფება. კი ბატონო. ნატალია გვწერს იოანე ზოსიმე წერს რომ კაცობრიობა განიკითხება ქართული ენით. თუ რა შეგიძლიათ გითხრათ ამაზე? ეხლა ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ტექსტია. მე ვფიქრობ, ჩვენ პირად დაზგეთ ბოლომდე ამოუხსნელია ეს ტექსტი. არის სამეცნიერო წრეებში რამოდენიმე ცდილობა იყო ამისი არის ესეთი მე რაც ამიკითხავს მომისმენი ესეთი შეხედულება ამითა ენითა ამხილოს არის ესეთი შეხედულება ყველან ამითაერითა ამითა ქვეყნით ანუ ბევრია მიყავს აი გამარტება აკადემიური ამ ტექსტებისა როგორც ქვეყანაზე როგორც ჩვენ სამშობლოზე ზოგს მარტო ხოლმე ენაზე ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია და ამას ლაზარე ჰქვია ხო ლაზარეს სახარებაში მოხსენიებულას იქ გარკვეული წლებიც არ მითითებული ეს არის წინასწარ მეტყველური დოკუმენტი აღსანიშნავია რომ ეს არის იონე ზოსიმეს თვითონ თავისი ხელნაწერიც არის მან გაურკვეველი არ ყავს არ არის ცნობილი სამეცნიერო წრეებში და საეკლესიო წრეებში ავტორი თუ ვის სიტყვას მიეწერება ეს მან ხოდ გადმოაგართულა და შემონახულა ჩვენამდე რედაქტირება ამ ტექსტისა ივანე ზოსიმის ყველაზე ძველი
თორე ეს მისი წინასწარმეტყველება ესე რომ თქვა არ არის და უფრო მეტ ამ მნიშვნელობა სამ წერილისა, ამ თქმულებისა ზრდის რამდენ დიდი საიდუმლოების მოცულია და ჩვენ ამას დიდი იმედით შევყურებთ, ამას ვაღიარებთ და გვჭირდა რომ ქართულ ერს, ქართულ ენას, რა თქმა უნდა, ჩვენ სამშობლოს საკუთარ ძალიან დიდი მისი აკისრია მთელი კაცობრიობის ისტორიაში. ასე იყო ოდითგანვე ვიცი ჩვენ ქრისტეს შობამდე მოყოლებული როგორც ერი და ქვეყანა მოყალიბდებოდით, მე ქრისტეს შემდეგ და ასე იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე. და ამ წინასწარმეტყველების აღსრულება გამოჩნდება ღვთისმადლით და ქართველები ჯერა თავის სიტყვას იტყვის. აი ამ უფლის ერთგულების კუთხი და სოფლიოზე ჭეშმარიტ წმენდის ქადაგების კუთხი, რასაც ჩვენგან მოელის მაცხოვარი ჩვენ იესო ქრისტე. კი ბატონო კეთილი. მარიკ წეს როგორ შეუძლო დავეხმარო ახლობელს სიმშვიდის მოპოვებაში, როცა ცირე განსასწელსაც სასოწარკვეთილებამდე მიხავსო. ყავს მოძღვარი დადის ეკლესიაში, მაგრამ მაინც უიმედობაში ვარდებაო. განსასწელის ჟამს. ძალიან დიდი პრობლემაა ეს რა, ბევრს აწუხებს, მაგრამ ხა ჩვენი თო დავეხმაროთ, მისთვის თუ ვილოცებთ. რა თქმა უნდა, რჩევები კარგია, მაგრამ ხანდახან ადამიანი არ ისმენს ხოლმე რჩევებსაც და ყოველთვის უფალი ისმენს ჩვენლოცვას, მიწვენი თევედრება. მაგრამ თუ მაინდა-მაინც დახმარების და ასე დიდი სურვილის ყველაზე კარგი მაგალითი არის საკუთარი საქციელი, ეს გადამდებია. და როგორც ეწინა სერაფიმ საროველი ბრძანებს, ახლა ის კი ცხოვნებას გულისხმობს, მაგრამ მოიპოვე მადლი და შენგან ათასები ცხონდებიან. აი თქვენ თუ იქით მაგალითი იმ სიმშვიდის, აუცილებლად ის გადაედება სხვა ადამიანსაც, ვისთან თქვენ ახლობძანდებით და აუცილებლად ნენელა და ისიც ისწავლის სიმშვიდეს. თუმცა ეს ადვილად არ ხდება. იმიტომ რომ პრაქტიკაში ესეთია, ხა რეალობაა, რომ მაგალითად ჯანმრთელობა იშვიათად გადაეცემა სხვას ავადმყოფობას და განიკურნოს და ჩვენ ჯანმრთელობას ხომ გამოაჯანმრთელს პირიქით. თუ ვიღაც ავად არის, ჯანმრთელს პრობლემად გადაეცემა ხომ ავადობა. ეს ესეა, მაგრამ ვიდრე სათნოებები გადაეცემა ადამიანს, უფრო ძნელია, ცოდვები უფრო გადამდებია და ვნებები ჩვენი, მაგრამ თუმცა ნენელა საკუთარი მაგალითი და ღვთის მადლით თუ ექნება ადამიანს, ნავჭეშმადი სიმშვიდე თუ ექნება, აუცილებლად ის ადამიანიც ისწავლის მისგან და მაგალითად ბორო-ბორო სხვა რიცხვართან დააბიო ქართული ანდაზეც არის. პირად მაგალითი ყველაზე მნიშვნელოვანია და ქმედით. ბატონო. მაიკო გწერს, ესე იგი, შვილების ნათლობის ჯვრები ლომბარდში დავკარგეთო. ძალიან განვიცდიო. ვინც ჩააბარა, ცოდვად ექცევაო, ეთვლებაო და როგორ მოვიქცეთო? ხო, რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ მე მგონი ხვდებით პასუხს, რა თქმა უნდა, ცოდვა ნათლობის ჯვარი იმხელა მნიშვნელობის სიწმინდეა, იმხელა საიდუმლოებაში არ ემყოფობა და ეს ერთხელ ხდება და მეორე ვერ მოინათლება. რა თქმა უნდა, ხამს ვერა თუ აღარ გამოვასწორ თუ დაიკარგა, თუ არ დაიკარგებოდა, მე ვფიქრობ ყველაფერი უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ეს ჯვრები ბავშვებს დაუბრუნონ. სხვა რამის გაყიდვაც როც მოუწიოთ, ეს დიდი სიწმინდეა და დიდი მადლის მატერი მათი შვილებისთვის. მაგრამ თუ ეხლა ვეღარ მოხერხდება, ახსარება შავოცოთ რომ მოინანიო, ღმერთმა ეს დიდი ცოდვაც შეუნდოს, უფალი ყველა ცოდვას პატიოს მის ინანიებს და გამოსავალი ეხლა უნდა იყიდონ ახალი ჯვრები და ბავშვების სახელზე აკურთხო, რაც რომ მალე რომ ბავშვი არ დარჩეს საერთო ჯვრის გარეშე. და ახლა იმას მეტი ძალა ექნება, მას ნაკლები ძალა ესე კი არა ეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ნათლობის ჯვარი განსაკუთრებული სიწმინდეა ყველა ქრისტიანის მთელი ცხოვრება, ესეც არის აზრი. ახლა ჩვენ რეალობაში ძალიან დიდი თემაა, შორს აგვიყვანს 3 და 4 ჯვრები, ახლა ეს მადლობა ღმერთს ეს ყველაფერი აღარ არის მოგვარდა, მაგრამ ერთი ჯვარი ეკიდებოდა, ის თქვა მინდა ბავშვი ჩვილი იყო თუ დიდი იყო, მოძღვარი ხო კიდევს ნათლობის შენ. იმის ყოველთვის მის გულზე რჩება, არასოდეს არ იხსნის ქრისტიანი ჯვარს. არც აბაზანაში, არც ძილში, არც არასოდეს, არც ახალგაზრდა ცივეში, ყოველთვის იმ ჯვარით იკრძალებოდა, მე როგორც წესი ქრისტიანს უფრთხილებოდა. აი ჩვენ რეალობაში ძალიან ამიტომ ხდება ესე რაღაც აქცენტირებული იყო სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ დიდი ახსნა რაღაც ოქრო ჯვრებზე ბავშვმა არ დაკარგოს, მე მათთვის იყო მშობლებს იყო როგორც აი სამკაულო ძვირფასი ნივთი. არა როგორც ყოველწყოფელი ძალა ბავშვის ფარველობისა და ღვთის ყოფობა მის გულზე, მის გულში. სამწუხაროდ ეს მე დიდია ბავშვს არ შეერჭოს, არ დაზიანოს, თითქოს მის კომფორტის გამო რაღაც უნახავდნენ ამ ბავშვს და ზოგადად უჯროდ დადიოდა ხოლმე. მე ამას მოყვებოდა ეს ზოგის ეკარგებოდა, ზოგს მე ერთმანეთში ერეოდა, აგერ ახლა უარესებიც ხდება და თუ კარგია რომ ბავშვმა უნდა ატავის გულზე ნათლობის ჯვარი. არ აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა რა მეტალისგან იქნება ჯვარი. ოქრო იქნება ეს ბაჯაღლო, ვერცხლი, მინაქარი. მაცხოვარი თვითონ როგორ ჯვარზე ეცვა, გავიხსენოთ ოქროსი იყო თუ ვერცხლისი იყო. ხის ჯვარზე და ამ ხის ჯვარმა მასე გაკრულმა ჯვარცულმა გამოიხსნა ადამიანის ცოდის ჯოჯოხის და ტყვეობისაგან და ამიტომ ჩვენს აქცენტირება მეტალზე არ გვჭირდება და რა ნივთი თავარია რომ ჯვარი იყოს ნაკურთხი, თუნდაც ეს ხის იყოს, რომ თავად უნდა იყოს მორწმუნეს გულზე ყოველთვის. არც ერთი წამი. რადგან ის არის როგორც მეომრისთვის იარაღი. დამცვე დამფარველი ხილ და უხილავი მტრებისაგან. აი როცა მორწმუნე ბავშვია, მშობელი ხსნის, რა თქმა უნდა, დედათ რისკავს და ბავშვს საფრთხეში აგდეს, მაგრამ თქვა დიდებმა ციციან ხოლმე აი აბაზანაში რაღაც თითქოს უფრთხილდება ჯვარს. ეს იგივე რომ შუა ბრძოლაში რომ მეომარმა ფარხმანა დადოს ძირს.
რა მოვა მას, რა თქმა უნდა, მას განგმირავენ და ეშმაკი და ბოროტე ყო ელოდება, რომ ჯვარის გარშ ნახოს ქრისტიანო, მას ზიანი მიაყენოს სულიერიც და ხორციელიც. და ამიტომ ჩვენ ამას არ უნდა ვაკეთებდეთ. შეიძლება ერთხელ არ ორჯერ, მაგრამ ეს ბოროტე შედი ეშმაკია და ელოდება თავის შანსს და აუცილებლად ამას კარგად როცა ჯვარი ჩვენ გვიკეთია, მისი მადლი, მისი მადმოსილება და გასხივოსნებული ღვთისგან ნაკურთხი ძალა მას უკუაგდებს და კარგო ხეწმებას უკარგავს ჩვენს უზეთს და ხორცე ზემოქმედებისას. კეთილი მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? მოგესალმებით, მამებო, დაღამშვიდობის, პირველ რიგში. მოკლედ, ესეც საკითხვა მაქვს. არის თუ არა ბიბლიაში რაიმე სახით გაკეთილშობილებული ადამიანის და ევას 64-დან განდევნის საკითხი, თუ აი რეალურად მასთან ხილისჭამის გამო არიან გამოდევნებულები ისინი 63-დან. მადლობა, დინი. ხერთმა გაგახაროთ რა, ძალიან ესეთი საინტერესო შეკითხვა. უბრალოდ უნდა ცოტა შორიდან მოვარო, თქვენ ისე ვართვით, რომ ბიბლია თვითონ ტექსტი, ეს არის წმინდა ტექსტი. და აქვს ორგვარი გაგება. თვითონ ბიბლიის ტექსტი, ბიბლიაში შედის როგორც ძველი აღქმა, ისე ახალი აღქმა და გამოცხადება, ხო? არის ადგილი, რომელიც უნდა გავიგოთ პირდაპირ როგორც წერია, მას ბუკვალური გაგება ქვია. არის ადგილი, რომელიც არის ალეგორიული. ანუ მასთან ჭირდება განმარტება. ხა თუ ბუკვალურად წავიკითხოთ ბიბლიას, ეს არ არის რაღაცა კლასიკური ნაწარმოები, თქვა სამი მუშკეტერი ან რაღაცა თქვა ამდაგვარი, ხო, კლასდა დედოფალი მარგვა, რაღაცა ესეთი. ეს არის ღვთის სიტყვა. და ბუნებრივია ასე რომ წაით როგორც ბუკვალური და კლასიკური ნაწარმოები, ახლა იფიქრებ მართლა რომ რაღაცა ერთ-ერთი ნაყოფის გამო ღმერთმა არ შეუნდო არაპატი ამ დამდევებას და დასაჯა ასე საშინლად, ასე სასტიკად, რომ 64-დანაც გამოაძევა და ეს რა თქმა უნდა ჩვენ არასწორი ხაზით წაგვიყვანს. ამიტომ ჭირდება ამას იმდენი განმარტება აქვს, ხალბატონო, იმდენარი ამას ახსნა პირველ რიგში ახლა რომ ძალიან ბევრია თვითონ ამ ერთ ფაქტმა კაცობრიობის მსვლელობა შეცვალა ფაქტიურად სხვა ხაზით ამ ცოდვა, მაგრამ ცოდვამ კი არა, მაინდამაინც ნაყოფის ჯერეთის ნარიყო ნაყოფი ჭამ, ეს იყო ღვთის ცნების დარღვევა, ღვთის ურჩობა, ერთგვარად მარხვის დარღვევა, რომელიც ღმერთმა მათ დააკისრა, რითაც უნდა გამოეხატათ მათ დაანგრიცხათ ღმერთის სიყვარული და ამ სხვა საშუალება იქ არ იყო. და რაც თავარია მიზეზი, რა თქმა უნდა ღმერთი მზად იყო საპატიებლად, მიზეზი რა იყო? სინანული სარქონის ადამ და ევას არ ქონა სინანული, არ გამოხატეს სინანული, ამის გამო სწორედ ისინი დაისაჯნეს 60-დან გამოდევნებით. და ეხლა ვისარგებლე შემთხვევით და დამდეგი კვირა სწორედ არის ადამის 60-დან განდევნის კვირიაკე და მიბრძანდით ეკლესიაში დაისაჯრელოცვას და განმარტებული იქნება სრულყოფილად ხსენებული მოვლენა, რადგან კვირიაკეს უთმობს წმინდა ეკლესია ადამი და ევას 60-დან განდევნას, რომ შემდეგ უკვე სინანულის კიდევ ერთხელ მოწოდების მნიშვნელობის და ანახვი დაუცდებლობის ზეკადაგებით ჩვენ შევუდგეთ დიდი მარხვის უდიდეს ესტაფეტას. Pro-dro არ არის თორე ჩვენ ფრაზები მივყვებოდით, აი ადამ და ევას თვითონ საუბარში გულდას მიწაით ქალბატონო, ხეს მიხვდები თუნდაც ბუკვალურად რომ ადამ და ევა სინანულს არ გამოხატავენ და ჩადენილი ამ ურჩობისა და ცნების დარღვევის გამო. კი ბატონო, გიორგი გვწერს რატომ უნდა დაალოცინოსო შვილმაო მშობლებს თავიო? რა შეეხმარება ეს ბავშვებს? ეხლა კარგი შეკითხვა ხარ, უნდა დაალოცინოს ეს არის პატრიარქ ლოცვა კურთხევა, მან შეგვახსენა ერთგვარად აი ეს მნიშვნელობა, რამხელა დიდი საიდუმლო მოქმედებს მშობლსა და შვილს შორის. ეხლა ეს ჩვენ გვწამს არ გვწამს საკეთე, მაგრამ ნავის არ აძარებს, გინდა თუ არა ახლა ძალით იწამოს და დაალოცინოს ან დაალოცოს ვინმე, მაგრამ ფაქტია რომ უდიდესი საიდუმლოება ადამიანის საფრთხეთ მოვლინება ზოგადად ხო? ვინ სად როდის კაცად მოვა, ქალად მოვა, ვინ შემდეგ ვისი мама დედა ხდება, ეს ღვთის საიდუმლო ვინმე განაშილება ვინმე თქვას რომ ეს მან ესე გადაწყვიტა, მან ესე იცოდა, აი იმის დამსამს არა, ხო ეს ღვთის განგება, ღვთისნება, ამასაც ადამიანი რაც ვერ მიწდება. და მამასა და შვილს შორის კიდევ და მშობელს და შვილს შორის ეს იმხელა კიდევ ცალკე საიდუმლოება ღვთის უდიდესი კაცმოყარება გამოხატა ადამიანის მიმართ, რომ წარმო ადამიანებს თავისი ბუნებრივია ეს თვისებაც კი გაუნაწილა, რომ ღმერთი мама ყოვლის სამყრობელი ზეციური სამყარო შემოქმედი და აი მამობის ეს პატივი, მადლი ადამიანსაც კი მისცა გარდა ხატებისა და მსგავსებისა, რომ აი შვილის ყოფობისა, შვილის სძურცუმისა, შვილის სიყვარულის ეს უდიდესი ბედნიერება, ახლა მამები ბრძანდებიან, დამეთა მშობლები ბრძანდებიან, დამეთა ხმები და აი ეს კავშირი მათ შორის არის გარკვეული სულიერი დიდი საიდუმლოდ მოცული. როგორც მწვენოამიგიც გაგვიმარტავენ და ამას პატრიოტიზმის ამას სწორედ გულისხმობ და მეწილად რა თქმა უნდა, რომ როგორც ჩვენ გვესმის და ვიღებთ, რომ ესე იგი ხორციანი მშობლის პატივისცემა პირველ სახისად აღიწევს, როცა ადამიანი ხორციელ მამას პატივშობილს პატივს მიაგებს, ის ამით ზეციურ მამასაც მიაგებს პატივს. და ასევე, როცა მამას არ მიაგებს პატივს, ან რა თქმა უნდა, ცუდად ექცევა ყველა ჯვარი წერია, ის უარყოფს ზეციურ მამას, რადგან თუ მშობელი რომელიც შენ გაგზარდა, გაგაჩინა, შენზე იზრუნვა და იმას არ გიყვას პატივს არ სცემდა,
არ უფრთხილდები, როგორ შეიძლება შენ გიყვარდეს პატივისცემდეს ზეციურ მამას, რომელსაც არ იცნობ და არც გინახია. ეს წარმოუდგენელი იქნება. თვითონაც დედა კი დედაღთვისშობლის სახით აღიწევის დედისადმი დამოკიდების ქართულისთვის განსაკუთრებულია, თვითონაც იმიტომ რომ ჩვენ დედაღთვისშობ წილხვედრიერი ვარ და განსაკუთრებით დამოკიდებულება დედასა და შვილს, მამასა და შვილიშვილს, როგორც ყველა ურთიერთობა ქართულში განსაკუთრებულად იყო ყოველთვის. და ამის ბოლო მცნებაში გვიწერია 10 მცნებიდან ღმერთმა სწორედ მეხუთე მცნება ასეთი შინაარსი ჩადო რომ პატივი უნდა სცე და რატომ უნდა სცე ზოგმა ეს ცნება ბოლომდე უნდა ჩავიკითხოთ აკამთავრებენ ხოლმე და ისევ შემჭირდება ნახეთ კეთილი იყო და დღეგრძელი ქვეყანასაზე და არც ერთ ცნებაში არ წერია ამათშიც და ზოგადად ბევრ ცნებებში რომ მისაგებელი უფალი ხან გვიბძანებს ხან გვაკურთხებს ხან გვასწავლის გმოძღრავს ესე მაგრამ რა მოხდება მისე თუ ასე იზა აი ამ ცემაში სრულყოფილად რომ პატივი უნდა სცე დედასა მამას შესაძლოა რათა კეთილი გეყოს და დღეგრძელი ქვეყანაზე ანუ შენი კეთილდღეობა შენი დღეგრძელობა შენი წარმატება გნებათ მეწილად დამოკიდებული ყოფილა ზოგადად მშობლების პატივისცემას და ეს ძალიან კარგად ესმოდა ჩვენს ერს ოდითგანვე და პატრიარქიული ქვეყანა იყო ჩვენი ქვეყანა და მშობლების პატივისცემა ოც განსაკუთრებული იყო დიდი იმედი მაქვს ისევ აღდგება ეს მომენტი თორე დღეს ცოტა ამ ხრივაც მოვიყვაჭრებთ სამწუხაროდ კი ბატონო, კეთილი. ესეთი კითხვა არის. ლია გვწერს, როგორ ვიცხოვროთ, როცა ირგვლივ უამრავი ერის ადამიანია და მორწმუნე მხოლოდ წირვაზე მოდის. როგორ უნდა გამონახო საერთო თუ არ იურთიერთობო წუთი სოფელთანო? რატომაც არა, რატომ არ უნდა იურთიერთო? არა, უნდა იურთიერთობოთ. პირიქით, იურთიერთობოთ. ლოთის ოდომში გადარჩა ხო? ხელა მაგალითია, მამო, ერთმა დაგვიფაროს ასეთი შედარებისგან და ასეთი რეალობისაგან ერთმა დაგვიფაროს. უკიდურესია, მე ვფიქრობ და ლოტამდე ნოე კიდე, როცა მისი და ერთი ოჯახი დარჩა, რომელმაც მეტისწმენა შემონახა აბსოლუტურად კაცობრიობა, განყოლინებაში, უზნეობაში მოეცვა. მაგრამ ჩვენ დღევანდელ ქრისტიანებს, ახლა არც ლოტი იყო ქრისტიანი ამ შემთხვევაში და არც ნოე ჩვენ ქრისტიანებს უფალმა ღმერთმა განსაკუთრებული მისია დაგვაკეთა და პასუხისმგებლობა. არა მარტო როგორ ვიურთიერთო, კი გეთახმებით ქალბატონულია ჭირს, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან უფრო და მეტად და მეტად ღრმავდება ეს გარკვეული საზოგადოებაში ეს მორწმუნე და ურწმუნეს შორის ღირებულება, ფასეულობები ისე აირია, რომ საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ პოულობ. ეს პრობლემაა, მაგრამ ნახეთ უფალი ჩვენგან რას მოძოთ, ვეუბნება პირდაპირ სახარების ქვეტექსს მოვიყვან, რომ ხო უფალმა მოწაფეთა თვისდა ანუ მოწაფე ვინ არიან იმ წუთას უთხრა მოციქულებს მაგრამ ჩვენც გვეხება ის ქრისტეს მიმდევრები ვართ ხო მოწაფეები ვართ რომ თქვენ ხართ ნათელი სოფლისანი ჩვენ ქრისტიანმა უნდა გაანათლონ ქვეყანა რათა იხილონ საქმე თუ კეთილი დადიდე მამასა თქვენსა ზეცათასა ანუ პირიქით ქრისტიანობა უნდა შეიტანონ ნათელი ყველა საზოგადოებაში ნებისმიერ სადაც ისინი იქნებიან სადაც ისინი ყოფობენ თანამშრომლობენ სამსახურია თუ ოჯახის სამგობრობა ერთგვარად מחარებლები უნდა იყვნენ კიდევ ერთ-ერთი მაცხვარი უსურთ თქვენ ხართ მარილი ქვეყნისანი თუ მარილი განხარდეს ვიღათა დამარილ მარილი თუ აღარ იქება არც ერთ საჭმელი გემრიელი არ იქება და ვერ შეინახება ხო მარის იყენებდა თქვა ხორცი არ გაფუჭებულიყო და ქრისტიანის ეს მისია გვაკისრია რომ პირიქით ასეთ რთულ ვითარებაში საზოგადოებაში სამსახურში სამეგობროში სადაც სამწუხაროდ ურწმუნოება საკმაოდ კიდევ მძლავრობს ვინც ქრისტიანია უნდა შეიტანოს აი ეს ქრისტეს ნათელი, ქრისტეს სიხარული, ქრისტეს ცნებები. რა თქმა უნდა, შემამას ტაშისკუთ არ უნდა შეხვდეს, მაგრამ დასაწყისში ვახსენეთ, სერაფიმ საროველის უდესწმინდა სიტყვა, თუ მადლი ექნება ქრისტიანს, მის გაანათლებს იმ გარემოს, რომელშიც იქნება. და ეს სალსაჩინო არის ხოლმე. რადგან აი ესეთი გამარტებაც მომისმენია, რომ ყველა არამორწმუნე ადამიანი ეს არის ჩამქრალი სანთელი. და ყველა ნამდვილი მორწმუნე, გულისხმობ ეკლესიის უცხოდ მაცხოვრებელს. ის არა სასწაულს ვინც ახდენს. სოქს ესე მიაჩნია ხოლმე. ანთებული სანთელი რომ თუ კარგად ანთია რომ თქვა 10 ჩამქრალი სანთელი იყოს. როცა ურთიერთობაში ახლოსში ვართ, აუცილებლად ჩვენი ნათელი გადადის სანთლებიც აინთება. აუცილებლად, მაგრამ თუ ჩვენ ახლა თუ ჟუტავი ჯერ პატარა ალიკვა განსადიოდ დავიწყეს ხვების მოქცევა, ეს ხშირად ემართება ხოლმე დამწყებ ქრისტიანებს, ესე ჩაგვიქრება და შედეგს ვერ გამოიღებს. ანუ შენ თუ კარგად ანთი ხარ, თუ მალე ნათელი ხარ სოფლისა, აუცილებლად იმ ჩამქრალ სანთელებს ძალიან ბევრს გაანათებ და ანთებ დროთა განმავლობაში თუ სწორად მიაწოდებ მას შენ ქრისტიანობის სიმაღლეს და სიმდაბლით უქადაგებ და დაანახებ მათ შენი საქმიანობით თუ რამხელა ბედნიერება მორწმუნეობა ეს არ ჩამორჩენილობა ეს არც ტანჯვა პირით ესე დიდი სიხარული ღმერთთან ურთიერთობის რომელიც ყველამ უნდა გამოსცადოს ადამიანმა ზოგადად თუ ქრისტიანმა იყოს ქრისტიანი და ამას არ გამოცდიდეს ეს წარმოუდგენელი კი ბატონო მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა გისმენთ ეთერში ხართ საღამომშვიდობის. მშვიდობა მოწესრიგეთ. იცოცხლეთ, გაიხარეთ.
ერთი კითხვა მაქვს თქვენთან თუ შეიძლება. დიახ. როგორც ბიბლიიდან ვიცით, ქალწული მარიამი ქრისტეს შობის შემდგომ ისე უბიწო დარჩა და მაინტერესებს თქვენგან მამაო, აყენებს თუ არა ეს საკითხი კითხვით ნიშნის ქვეშ ადამიანების უბიწოებას და ქალების ყოფიერებას. მადლობა კითხვისთვის. არა, გაიხარით, მადლობა, მაგრამ ეს უბრალოდ არაფერს კითხვისთვის არავის არ აყენს, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, ესეთი რა, კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა და არც იქნება მეორედ, რომ დედახთვის მშობელი იყო მარტო შობის შემდეგ კი არა, შობამდე ქალწული, შობისას ქალწული და შობის შემდეგ ქალწული. და თუ ეს როგორ ხდება, ამაზე დასამეტყველების ესეთი ფრაზა ამდგი პასუხებთ, რომ ადაცა ნებავს ღმერთსა იძლევის ბუნება იკაცდა. ეს ახლა ჩვენ ესე დიდი საერთო მოხდა, მაგრამ ჩვენ ვერ ამოხსნით. ეს ნამდვილად ეს საფრთხო განგებულებას ადამიანი ვერ ჩაწვდება ღმერთმა, იმაში ღმერთი უნდა ყო და ღმერთი ერთია, მეორე ვინც მოიდო, ვიცით რას დაემართა, ვერ იქნება ხო მეორე ღმერთი. და ის მხოლოდ დიდი საიდუმლოებაა, რომ აი ახლა ხან იყო მირქმის დღესასწაული. ასეთი მცირე ისტორია აქვს, რომ ესაია წინასწარმეტყველის წიგნში მითითებულია, რომელიც ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნეში. როცა მან წინასწარმეტყველა, აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდა სახელი მისი ემანუელის ბიბლიის ტექსტია. და როცა ამ წიგნს თარგმანებით წერდა ბერძენი სვიმეონი, მან იფიქრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ განსწავლული იყო ძველი აქმის სწავლებაში, მანაც კი იმდენად მორწმუნე ადამიანმა სულიერმა ძალიან წმინდა ადამიანმა ვერ დაუშვა გონებაში ასეთი რამ წარმოუდგენელი რამ არის ხო და ჩათვალა რომ წინას ბიბლიურ ტექსტში ებრაულ ტექსტიდან რომელიც იყო დედანიდან თარგმნილი და წმინდა სვიმეონი იყო გარკვეული უზუსტობა გაპარული რომ უნდა ყოფილიყო მისი აზრით იქ ჩაწერილი ხალი და არა ქალწული რომ ქალწული თუ უშუას ხალი ქალწული როგორ გაიქნება ხო თუ უშუას ხალი იქნება და როცა დააპირა ერთგვარად ამ ტექსტის ჩასწორება არ მინდა ვთქვა რაღაც სწორად გადათარგმნა რომ ქალწულს ალბათ უნდა მიეთითებინა ხალი აი მას მაშინ თავანაგოს გაბრიელი ეჩვენება და ეტყვის რომ შენ ახან არ ირწმუნე აი ეს ღვთის განგებულება არ იხილავ სიგრძს მანამდე სანამ შენი თვალით არ იხილავ ქალწულსაგან შობილს რადგან ბიბლიური ტექსტი და ორი სიტყვა ბიბლიური ტექსტის არის სულიწის მადლისგან აკარნახები და ღვთის საიდუმლო განგებულით გამოცული ამიტომ ამის ჩვენი ამოხსნა არ შეგვიძლია და ის აგიხდათ ყველაფერი წმინდა სვიმეონმა რა თქმა უნდა შეედნა თავის ესეთი უმეტესები ჩადონის შეწოდება და მართლაც უკვე ის ძალიან ხანში შესული იყო ეკლესიის ისტორიკოსები წერენ რომ გარკვეული 300 წელსაც კი აცილებული იყო როცა მართლაც ღვთის განგებულებით თავის თვალით იხილა ახალ დაბადებული მაცხოვრი ესობის რომელიც მიყავდათ დედებს ერჯულის აღსრულების მიზნით და ერჯულის დაცვის კუთხით მე-40 დღეს რომ ის ღმერთისთვის მიერთმია და ამ დროს სწორედ სიმოხტის მირქმელმა შეიცნო მარიამ დედახთუშო მარიამშის მარადის ქალწულის და საოცარ სიტყვებია მირქმელს როცა მართაებრივი ყურმაყარმა მიიხუტა და ასევე როგორი უწინასწმეტყველა დედახთუშოს მისი მომავალი გარკვეული ნებები. ამიტომ ეს ძალიან დიდი და ესეთი თემა მნიშვნელოვანი რომ თქვენ ჯვარი გეწეროთ პატრიცემულო მაგრამ ეკლესიას ადრეულ ხანაში პირველ საუკუნეში არაერთი ერეტიკული მოძრაობა ახსოვს ერეტიკოსებს რომელმაც ეჭქვეს დააყენეს ღვთისმშობლის მარადის ქალწულობა თქვენ ღმერთმა ჯვარი გეწერა 4 კუთხით და ეს ესეთი ფართო ხასიათის ერესი შეიქმნა რომ დაჭირდა ეკლესიური კრების ჩატარება სოფლიო საეკლესიო კრების ჩატარებაც კი რომ ისინი საკუთარ სასულიერო პირებიც ეპისკოპოსები ნესტორი მაგალითად და მომხრეებიც გამოჩნდნენ ამბობდნენ რომ მარიამი იყო ქრისტეს მშობელი და არა ღვთისმშობელი და არა მარადის ქალწული. და მსოფლიო საეკლესიო კრებამ, რომელიც აღჭურვილია უსწორმელობის სტატუსით ღვთისაგან სულიწმის მადლით, ამას საყდრის პასუხი გასცა მიუხედავად შეგონებისა რომ არ შეინანა ნესტორმა შეწოდება განკვეთილი იქნა და მან საშინლად დაასრულა თავისი ხორცელი სიცოცხლე ესეთი გარდამოცემა არსებობს რომ იმენას რომელსაც ღვთისმშობელს შეურაცხყოფ და მატლებმა შეუჭამეს და ისე საშინლად ტანჯვით აღესვა და ყოველთა დაგვიფაროს ეს არის ძალიან დიდი მკრეხელობა ამ ფაქტს ჩვენ არ უნდა მივცეთ გასაგან ამაზე კარგად არის გაცემული პასუხი ამოწურვალად შეგიძლიათ გაეცნოთ სოფლიო კრების ოქმებს და იქ არის ღვთისმეტყველით ყველაფერი კარგად გადმოცემული დაწვით ახსნილი და განმარტებული კეთილი. ნუ გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის ბავშვებმა როგორ უნდა იმარხულონო? ბავშვურად. გაჩნია ბავშვის ასაკს, ჩემო კარგო.
ზოგბავს საერთოდ არ ჭირდება მარხვა რაღაც გარკვეულ ასაკამდე, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის ინდივიდუალური, ძალიან კარგია. რა კუთხით სოს ნელი ახლა ამ კითხვაში გავიგოთ, მაგრამ ბავშვის სასახს რა თქმა უნდა მამაო მართლად ბრძანებთ, მაგრამ აი ზუიცი ახლა შენიშნება ახლა კარგია რომ შობელს უნდა თვითონ ახლა გაერკვა ამ ღვთის მადში იგემა ეს სიტყვება გარკვეული ეკლესიური ცხოვრების და რა თქმა უნდა რომ შვილი აჩება მალე ჩადგეს აი ამ ერთგვარ სულიერ ფერხლში, მაგრამ აქ ყველა დაუშვებელია იძულება ან გარკვეული ასაკობრივი ზღვარის დადება, ზოგი ამ მომენტში გამიგია რომ 7 წლის ამ უნდა ჩააბაროს, მაინც ახსოვს 8 წლის ამ უნდა ჩააბაროს, ხوار დაგვიანდა. ეს არ არის ზოგი 28-ზე 58-ზე, მაგრამ არც არ აბარებს ახსარებას, ეს ასაკით არ არის. თვითონ ბავშვი თვითონ უნდა მოუნდოს. თან დღევანდელი ბავშვები ჩვენ ძალიან გათვითცნობიერებულები არიან, ინფორმაციულ დროში ცხოვრობენ და ძალიან სუბთერ და წმინდანები არიან და ძალიან ბევრი სხედველი არიან, ვიდრე ჩვენ დრო ჩვენ მაინც შენდობას ვიტყო, მაგრამ ურწმუნო თაობის შვილები ვართ, იმიტომ რომ იმ დროს ჩვენ მშობლის თაობაში არ იყო ეს ეკლესია, როგორც ახლა არის. და დღეს დიდი ბედნიერებაა, რომ მუსლიდანვე იწყებენ ბავშვები ღმერთთან ურთიერთობასა დედა ეზიარება ეკლესიის მათში, ჭოძეს დადიან და ეს საოცრად თავის ნაყოფს გამოიღებს. აქ არ შეიძლება და კიდევ ერთხელ ვიძახი დაძალება, აი მამაოსთან მიგიყვანო ეხლავე უთხარი ახსარება ყוლა და არ არსებობს რომ ამ მადლმა თავისი სიტყვა არ თქვა და არ უნდა დავაძალოთ ბავშვებს, თორემ მე უძულეთ მოსული და დღევანდელი ბავშვები ცოტა ურჩობისკენად ძალიან კარგად არიან, ცოტა თუ არა გადახრილები და მე აღარ გვემორჩილებ, თვითონ უნდა მივცეთ თავისუფალი არჩევანი. ნებად მოძღვრის შერჩევისა, ახსარების თქმისა, ნებად მარხვისა და ესე თეორიულად ვისაც უცდია თუ თქვენც ესე ფიქრობთ აუცილებლად დამარცხდებით. ყველაზე კარგი გაკვეთილი არის პრაქტიკარი საკუთარი პირადი გამოცდა, როცა დაენახო დედა მარხულობს, მამა მარხულობს, მამა ლოცულობს, დედა ლოცულობს, ბავშვიც იწყებს ლოცვას. არა ისე რომ დადექი და ახლა ილოცი. რა თქმა უნდა, ესე უარყოფით შედეგს გამოიღებს. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის მაიკ ოქცერს. მაინტერესებს სახარებაში, როცა იესო დაწყევლის ლეგვის ხეს და გახმება. რა აზრიდევს მის ამ მოქმედებაში? ხომ არ იყო ლეგვის სეზონი, სასწაული რომ ენახა მოწაფეებს, ხომ შეიძლება დაებრძანებინა და ლეღვი მოეხსნა? ესეც ხომ სასწაული იქნებოდა? იმ გახმობის აზრი მაინტერესებს. აი, რასაც ვამბობდით, წეგან სახარების ტექსტის, წინაწერის ტექსტია ბუნებრივია, აქ როგორი გაგება ბუკვალური და ალეგორიული, ხლა ისო წაიკითხო ესე, რა თქმა უნდა, სწორად ვერ გაიგე და მოვა ესეთი შეფასებები ან ლეღვში ვინმე დაინახავს პრობლემას, ან ქრისტეში რა სერჩოდა მაინდა-მაინც ამ ლეღვს და ამან ახლა სასაცილო საერთოდ არ არის ისეთი გაუგუღმართებული, ჩამოყალიბებული შეხედულება შეიძინა საეკლესიო წრეებში, შენდო ჭალებში საეკლესიო წრეებში შენდობას ვითხოვ ასე რომ, მაგრამ მაგალითად ფერის ცვალებას როცა ხილის კურთხევის გარკვეული ტრადიცია არის, ამასაც თავისი ახსნა აქვს, ახლა და ამაზე ვერ შევჯერდებით. მაგალითად ზოგს არ მოაქვს ხოლმე ლეღვი, რომ ლეღვიო ქრისტემო შერისხაო, ეს კი უფას თითქოს ლეღვი არ უყვარს და კომში და ყურძენი და ვაშლი ძალიან ეს რა თქმა უნდა ეს აბსურდული გაგებაა, დამაკნინებელი, არათუ შეურაცხყოფელი და ამას ის ახსნა აქვს ორგვარი ახსნას, პირველ რიგში ეს ლეგვის ხე განასახიერებს იუდეველ ერს, ძველი აღთქმის ეკლესიას, რომელიც ღმერთმა დააარსა, რჩეულერად გამოარჩა იბრაელიერი, ძალიან დიდი ისტორია აქვს ამას და რაც თავარია, უფალმა მისი შტაგონებით აგერ ეკლესიას მიმადლა, სასულიეროდ დასი ღვთისმსახურება ვერ გამოიღო ნაყოფი. უფალი როგორც ამის მსგავსი მრავალი გავია სახარებაში მევენ ბოროტი მევენახების შესახებ, კერძოდ და ასევე მეფიზის ქორწის შესახებ, ანუ ღმერთი ელოდება ადამიანისგან ნაყოფის გამო, როგორც აი ლეგვის და ეს ჩვენ უნდა გავიგოთ მეორე ახსნა ამის არის იგივე ქრისტიანების. ჩვენს როგორც ლეგვის ხეს, ამ შემთხვევაში ჯვარი გვწერეთ, უფალი არ ნახავს ჩვენი რწმენის ნაყოფს, ჩვენი ეკლესიური ცხოვრების ნაყოფს, ჩვენ ჯვარი გვეწოს იგივე მოგივა ღმერთის შეგრისხავს და ჯვარი გვეწეროს ღმერთმა ყოლა დაიფაროს, ჯოჯოხეთი არავის არ აცდება. და ეს სწორედ ამ ვისარგებლობის შემთხვევით რომ შეინიშნება უკვე მართლა საეკლესიო წრეებში, რომ მრავალი ერთგვარად ისწავლის ლოცვას, მარხვას, მიეჩვევა, ზიარებას, მიეჩვევა ხსარებას და აი გონია რომ დამთავრდა, აქ არის მისი სულიერცხვის კულმინაცია და მარტო ამას მოითხოვს ღმერთი. არა და სულ პირიქით არის. როგორც ამ ლეგვის ხიდან მარტო ლეგვის არსებობა და ფოთლები ამ ლეგს ქონდა და ჯერ ფოთლები გამოდის და მე ნაყოფი ხო, ჩვენც მარტო ფოთლების ანაბარა რო არ დავჩეთ, რას გულისხმობ, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენთვის საშუალება, ეკლესია როგორც ტაძარი ღვთისმსახურების გამართულობა, ლოცვა, მარხვა,
ახსარება, ზიარება, კულმინაცია არის საშუალება მადლის მიღების, ანუ ღმერთთან ურთიერთობისა. მადლი ღმერთის გამოდის. და ეს მადლი, რომელიც ეკლესიის ცხოვრებას მოაქვს, ამიტომ თავარი ეს არის აქცენტირება, რომ არც ადამიანი ამას ვერც იყიდის, ვერც კრედიტას ვერ გამოიტანს, ვერც საერთოდ ვერც ბუჩქზე ვერ მოკრიფავს, ვერც ლეღვის ხესად ვერ ჩამოხს, მანდა მოიმუშაკოს. და ეს მადლი ისე უნდა მოიმუშაკოს, რომ დაივანოს, რომ ეს შემდეგ ამ მადლმა უნდა გამოიღოს ნაყოფი, რასაც ღმერთი ჩვენგან დაელოდება. და რა არის რა ნაყოფი უნდა გამოიღოს? ამაზე ძალიან კონკრეტულად ბრძანის წმინდა პავლე მოციქული თავის გალატთა ეპისტოლეში, რომ ნაყოფი სულისაწმინდისა არის. ანუ შენ თუ სულიწის მადლი მიიღე, ნაყოფი რა ასწელოდება შეგა ღმერთი. რა არის ნაყოფი, როგორ გავიგო? და ბრძანის პავლე მოციქული. სიწმინდე, სიმშვიდე, მოთმინება, სიყვარული, მარხვა, ლოცვა, თვითაცეჩავის უგზელო, ასე შემდეგ ჩამოთვლილია. ამიტომ ჩვენგან უფალი ამ ნაყოფებს აუცილებლად დაელოდება და მარტო თუ ჩვენ ღმერთს ანაბარად წავდეთ როცა გარდავიცემთ ეკლესიის ცხოვრების გარკვეული სტაჟისა და გამოცდილების ამარა, ვიქნებთ ამ ლეღვის ხის მსგავს, რომელიც ლეღვის ხეც იყო, ფოთლებიც ხოდა, მაგრამ ნაყოფი არ ქონდა, რასაც ღმერთი იესო ქრისტე მისგან ელოდებოდა. კეთილი. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, გასვით კითხვა. დიახ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. შეგიძლიათ აუცილებელიც კია. დაღამშვიდობა. ერთმა გაკეთე. იცოცხლე. დიახ, დიახ. ერთი ფსალმში, 105 ფსალმში. წერია ესეთი რამე. ამის ნაგები გასცაი. იქნებ თემოს წერია რომ დაუშვეს ეს დაკლეს ძენი და ასურნი ეშმაკს დაუკლეს და ეს თავიანთი ასურებისა და ძეების ხორცს ჭამდნენ, აი ვერ გავიგე ეგა. ცუდად მესმის, მეგესმით მამა. ნე. კი, გავიგე. ამის ნაგები გასცაი, ესე იგი ამის სვერპლი დრებისა. ესე ითარგმნება ეგ. და ეს ხორცს ჭამდნენ, ერთი შეკითხვა ესა მაგდა. მეორე შეკითხვა ასეთი არის. აი წმინდა ნინოზე ვიცით რომ ეს პატარა უნწეო გოგო ბუჩქებში იყო დამალული და უყურებდა როგორ დახოცეს 33 გოგონა და მე იქიდან რომ მოbrunდა ფარავნის მასთან იკითხა დადაყარო და საქართველოში ხარო უთქვეს ხოდა იქიდან წამოსული მე ვერ აი ასე გოგო მორბოდა და ჯვარი ვაზისა. არის ფიქრები თემური. ვანი ვარდი. რეტონა მითხრა რომ მორბოდა არ დაწერო. მოდიოდა დაწერებდა. ეხლა ის არას მოდიოდა. მორბოდა, აი თქვენ როგორ მეტყვით. მორბოდა შევწავა მოდიოდა თითო არა. ბანდობა. ეს ფსალმონის კერძოდ ეს ფრაზა და ეს მომენტი სხვა ფსალმონის მეორდება ფსალმისადო ძალიან დიდი ტექსტია წინასწარმეტყველური გარკვეული ისტორიული არის გარკვეული სიტუაციები ებრაელების ისტორიისა და სამწუხაროდ ქონდა ამ ღვთივმშევლერს არც ისე ცოტა ხანის პერიოდი როცა ღმერთის ერთ გულებას განუდგა რწმენა დაგმოდა კერპთაყვანისმცემლობა დაიწყო ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი მათ ისტორიაში და სწორედ აი ამას მიეცადაგება დავითის ფსალმუნები რომ დაუგვეს ნაგვები მკვდართა ანუ კერპები იყვნენ მკვდარი ღმერთები მათ ეგონა ცოცხლები იყვნენ და ანუ როგორც მკვდრები ანუ სულად მკვდრები და კერპი როგორ შეიძლება ცოცხალი იყოს მათთვის კერპი ხან ხბო იყო ხან შეიძლება გარკვეული ხე თუ ქვა გამო მოლოქი და 1000-იანი კერპები ქონდათ სხვა გარყვნილი მე სცენები რომ იმართებოდა მაგრამ როგორც აი მკვდარი ღმერთები ესე მოიხსენიებენ და დიახაც იყო ეს სამარცხვინო მსხვერპლ შეწირვაც როცა საკუთარ შვილებს და ასულებს წირავდნენ ამ კერპებს და ცრუ ღმერთებს და ეს საშინელი ცოდვად გაზრდევდა ებრაელებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს იყო სხვადასხვა ჩვენთანაც ქრისტეს რწმენის მიღებამდე და ჩვენთანაც იყო კერპთაოცების ძალიან დიდი გამალებული სახურება სადაც საკუთარ შვილებსაც წერევდნენ შვილ ბავშვებსაც კი აი შემორჩენილი არმაზის კერპზე ასეთი გარდამოცემითი გარკვეული ამბები მაგრამ ყველას მადლობა ღმერთს და ეს საბოლოოს უდაც ნინოს ახსენეთ ჯერ ანდრია მოციქულის ქადაგებით ჩვენ სამშობლოში შემდეგ ნინომ როცა სულყო ქრისტეს სიტყვა ჩვენს ქვეყანაში და მოინათლა ქართველიერი ამის შემდეგ რა თქმა უნდა ჯვარი წერი აღარ ასოდეს ჩვენიერი არ
მიდრეკილა არც კეთილთაყვანისმცემლობისკენ, არც არანაირი რელიგიისკენ, არც არანაირი მიმდევრობისკენ, რაზემს შეიცნო ჩვენმა ერმა გზა სამეუფო ღმერთს გესავალი, არ გადაუხვევი არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, როგორც როისმის ზეგლის წერა გადმოგცემს. და დღემდე ეს ერთგულად მიუყვება ქრისტეს გზას. თუმცა სწორედ ამ ასე ერთგულებამ ასე წელით მიყოლა მოიტანა დააჭირდა ამ ერთგულებას ეშმაკის დამომრეობის და ზემოქმედის შედეგად უამრავი სისხლი, წემლი, ოფლი, მაგრამ ქართველებს არ უღალატია. და რაც შეეხება წმინდა ნინოს, ახლა ცოტა ისეთი შეკითხვა ჯერ აი ბოდიში გამოთქვაზე ხა უყურებდა ესეთი რამე ძნელია, ჩვენ გვაქვს წმინდა ნინოს ისტორია შემონახული წმინდა სალმონე და უჯარმი და პეროჟავ და სივნიელის მიერ ჩაწერილი და იქ გადმოცემ რომ ვარდის ბუჩქებმა დაიფარა წმინდა ნინო ეს რაღაცა ღვთის განგებულებითი ქმედებაა და ახლა ეს არ უნდა გავიგოთ ჩვენ რაღაც ჩვენი ერული აზროვნები და ენით გამოთქვათ რომ თითქოს დამანული იჯდა და უყურე და სხვა როგორ აწევნის რაღაცა ცოტა შეუსაბამო და უხერხულიც კია კინო იგივე მსგავსად მოდიოდა თუ მორბოდა არ ვიცი ახლა მორბოდეს რა მოგახსენებთ რომ ძალიან რთულ პირობებში წმინდა ნინო გადაადგილდებოდა როცა მოემართებოდა საქართველოსკენ იმიტომ რომ ფარაონის ტბა ამ დროს გაზაფხული იყო და ყინვებით არის ამ დროს და მახასიათებელი მაშინა ძალიან მკაცრი ჰავა არის და ძალიან წარმოსადგენ რაღაცა მორბოდეს და მაინდამაინც ესე ენერგიულად გადაადგილდებოდეს. თუმცა ჩვენ გვაქვს ანა კალანდაძის ძალიან დიდებული ლექსი მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა. ესეც ხატრულად არის და მორბოდა არსად არ წამეკითხავს ესეთი რამე ვერ გეტყვი. მაყურებელია ისე მოისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. ძალიან გამიხარდა მამა ირაკლის დილის გადაცემაში უსმენ ხოლმე ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო საუბრისთვის დიდი მადლობა მამაო. ეხლა ასეთი შეკითხვა მაქვს. პირველ ყოვლისა დღევანდელ დღესაც მოგილოცავ თქვენთან. ასე მოგზაურები მთელ საქართველოს ქართველებს შიომღვიმელის ამ დიდი მამის ხსენების დღეს და მინდა რომ მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში პირველ რიგში. ჩვენ სამშობლოს მშვიდობა და დაწნარება. ეხლა ასეთი კითხვა მაქვს მამაო. როცა ჩვენ აღსარებას ვაბარებთ თითქოს კი არა და რა თქმა უნდა შინაგანი რწმენა გვაქვს ასეთი რომ ღმერთის წინაშე ღვთის წინაშე ვაღიარებთ და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ღმერთი შეისმენს უფალი შეისმენს და მოგვიტევებს ამას მაგრამ დილით 50 ფსალმონში ან ისედაც აი ფსალმონები მე ძალიან მიყვარს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფრაზა ისეთია ფსალმონებში 50-ში 90-ში 26-ში რომელიც თითქოს აი შენ რო გინდოდა გეთქვა შენი გულიდან რო გინდოდა რაღაცა თითქოს ის გამზადებული ფრაზაა იქ და აი როცა ფსალმონებით მიყვარს ლოცვა და მინდა აი 50 ფსალმონში არის მერე რომ ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის ეხლა როცა აღსარებას აბარებ და ამ იმედით ხარ და მე უცებ ამას რო კითხულობ ცოტა თითქოს აი გულში რაღაცნაირად იბადება რაღაცა ის რომ ანუ ისევ ისია ის ცოდვაში თუ მიგვეტევა თუ არ მიგვეტევა აი თუ შეიძლება ამ ფრაზის განმარტება მამა ირაკლი დიდი მადლობა წინასწარ გაიხარეთ პირველში თქვენ მადლობა ქალბატონო რომ აი ეს რა კარგად ახსენეთ ფსალმონის აი ეს ზედან სითბო და სიტყვა მისი ტექსტებისა ხო გასაოცარია რომ ქრისტეს შობამდე 1000 წლეულებით ადრე მოვაწეობდა დავით მეფსალმონე ფაქტობრივად არაფერი კავშირი არ აქვს არ ჩვენთან არ ჩემს სულთან არ თქვენ სულთან და მართლაც აი რომ მოგინდება ადამიანს მოდ ესე ვერ გამოთქვა ხლა დიდი მადლი უნდა გქონდეს როგორც დავითს ქონდა რომ თითქოს ჩვენი გულის ნაფიქრალი ნააზრევი ესე ლამაზად ხატრულად და ძალიან სულად ღმერთს მიუძღვანა რომ თითქოს აი იტყვი რომ კი არ მიეკუთვნებ რაღაცა ჩემი სათქმელის თქვა და ძალიან კარგი ეს შეგნიშნავთ ეს ღვთისწყალობაა და ერთმა გაგაძლიერო და აი მაგ ფრაზას რაც შეეხება თოდა ჩემი წინაშე ჩემს არს მარადი სწორედ ასეთი ძალიან მარტივი პასუხი გასაცემია რომ თვითონ ეს ფსალმური გარკვეული ისტორიის შედეგად შეიქმნა მოგეხსენებათ ალბათ დავით ფსალმურის მისი ჯერ წმენის სიდიადე სიძლიერე მისი მნიშვნელობა მისი გამორჩევა ცხებულად კურთხევა ღმერთისგან და შემდეგ აი ეს ადამიანის სისუსის გამოჩენა და იმ საშინელი ცოდვების ჩადრომში ჩავარდა დავით ფსალმური რის შედეგადაც როცა მეტყველმა ნათანმა ამხილა იგი ამ ცოდვებში აი ამის შემდეგ შეიქმნა ეს ნამდვილად უნიკალური და გენიალური ფსალმური 50 სადაც დავით ფსალმური თავის საკუთარ ცოდვებზე ტირის. ახლა მაშინ აღსარების საიდუმლო არ არსებობდა ელახმეს ეკლესიაში. მაგრამ ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ იცით რომ ჯერ ერთი გაგება ესეთია რომ განა ვინმე შეუულია თქვას რომ თუნდაც ყოველ დღე ვაბაროთ აღსარება ან ყოველ საათში ვინმე შეუულია თქვას რომ ცოდვები აღარ დარჩა.
მორჩა ახლა სულ უცოდველი გახდა ეს წარმოუდგენელია ერთი გაგებით ამით უნდა გავიგოთ რომ ცოდვა ჩემი ჩვენ ყოველ ცოდვილები ვარ და ყოველთვის თვალწინ მაგ ჩემი ცოდვა რომ და ღმერთისგან ამიტომ ვითხოვ შეწყალებად თუ ადამიანს თუ იფიქრეს ადამიანი რომელიც ცოდვა აღარ გააჩნია ამას საშლემცვლელი მდგომარეობა არ არსებობს მე ღვთისმეტყველი იტყვის რომ უკვე თუ კაცმა თქვას რომ ცოდვა არა მაქვს ცრუ არსებდა იშმარიტება არ არის მისთან ყველაზე დიდი ცოდვა ეს არის სწორედ ადამიანის ფიქრი რომ ის უცოდველია მერთო ყოლა დაიფაროს ეს ერთი გაგება მეორე გაგება ეწინამამები ესეთ საოცარ ახსნას გვაძლევენ რომ ჩვენ ცოდვას ღვთისმოწმეს ვინანიათ რა თქმა უნდა ღმერთი მოგვიტევებს მაგრამ არ უნდა ჩათვალოს ქრისტიანმა რომ ის ცოდვები საერთოდ გაქრა მის ცხოვრებიდან განისხო მისი ჩამდენი იყო ღმერთს ხო ახსოვს კი მოგვიტევა პასუხს აღარ მოგთხოვს აღსარებაში შეგვინდო მაგრამ აი არიან მამები რომლებიც მაი თელი ცხოვრება სიმდაბლის ხოვდნენ რიცოდენ რიცოდი ჩამდენ მაი თვითონ იყვნენ ამიტომ ჩვენ არ უნდა დაგვაღვიძეს აცგენა დიდი ცოდვები ერთმა რა თქმა შეგვინდოს მოვინანიეთ წმენით განა უნდა ეჭვ შევიტანოთ მოგვიტევა თუ არ მოგვიტევა ესე კი არა მაგრამ გვახსოვს იმ ცოდვი ჩადენები ჩვენ ვართ ერთი წამი არ მივცევთ თავს და ჩვენს უსს გააპარტავნების საშუალება რადგან ეს ღმერთს ახსოვს ჯვარი გვწერი არ გაგვახსენებს სამჟავროს დროს მაგრამ ეს ცოდვები ხო ჩვენ ჩავიდენეთ ამიტომ ყოველთვის სიმდაბლის გამო სწორედ ადამიანის ცოდვები როცა ახსოვს ის არ გააპარტავდება ცოდვების დავიწყება იწყებს მე სიმდაბლის დავიწყებას და უკვე აპარტავნების და კედმაღლობის და დიდების მოყვარეობის შემოსვლას ადამიანის სულში ამიტომ ძალიან მთხილად უნდა ვიყოთ რომ ცოდვილობა ჩვენი ხვედრი არ გვართ მაგრამ მონანიებელი ცოდვები არის ჩვენი დამღუპელი თორე რასაც მოვინანებთ რა თქმა უნდა ღმერთი ამას პასუხს აღარ მოგთხოვს ამის წვენა ამის ეკლესიის სწავლება სწორედ ამ ახსარების შესახებ ასეთია კი ბატონო მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ გაიხარეთ იცოცხლეთ რამდენად დიდი ცოდვა პირსიტყვაობა და რამდენად არის მამლებელი ადამიანისთვის თუ შეიძლება ამ კითხვას მადლობა გაიხარეთ ფილსიტყვაობა ძალიან ძიმე ცოდვა არის ჩვენ კიდე მის მნიშვნელობას უდერად ვეკიდებით ხოლმე და მით უმეტეს ახლა წვინა ეფრემასის ლოცვა მოდის სადაც ვედრებით რომ დაგვიცვას ბრავლის მეტყველებისაგან არათუ ფილსიტყვაობისაგან თვითონ ამაზე იესო ქრისტე ბრძანა ზოგადად მეტყველებაზე რომ ყოველ სიტყვას უქცევს კაცი გამოუშვეს პირი და მას მოუწევს სიტყვის გება მისი განჯის დროს ანუ სიტყვასაც ჩვენ პირიდან ამოუშვებთ ის არასოდეს არ კვდება იცოცხლეს მარად და შეთათად იქნება სამჯაროზე ან გაგამართლებს ან გაგამტყობს ეწინა მამის ესეთი შეფასება სიტყვებზე არათუ ახლა სიტყვაობა ეს არის პირდაპირ ეშმაკის დიქება ეშმაკის დიდება ეშმაკი ყველაფერს ანტის ანუ საწინააღმდეგოს აიძულებს ადამიანს და ცდილობს რომ შექმნასთან გააკეთოს და გააკეთებინოს ადამიანებს ამიტომაც ანტიქრისტე ამ გაგებთან რომ ქრისტეს მოწინააღმდეგე მის საპირისპირო განსხვავებული სხვადასხვა პოლუსებია მაგალითად ეს ძალიან სახასიათო საკმელი კეთილწინებაა რომ ღვთის მადლით მიეთითა მოსეს რო ეკლესიაში დაადგინა საკმელის კმევა ვიცით ყველა რომ კეთილწინება აქვს საკმელს ბოროტ მამასაც ყურადღება მიაქცია და მაგალითად შთააგონ ადამიანებს გარკვეული აი თამბაქოს კვამლი რომელიც სიმყრალეა და ნარკოტიკული ნივთიერებების აი კმევა რომელიც მისთვის სიმყრალე არის ბუნებრივი ღმერთისთვის კეთილწინება ასევე ღვთისთვის სათნოა კეთილმეტყველება ლოცვა ქება დიდება და ბოროტისთვის ფილსიტყვაობა ადამიანის ბაგეც აისია მოწყობილი ღვთის განგებით რომ იმიტომ მოგვეცა რომ მეტყველებს უნდა არის ესეთი უნარი სხვა სულიერ არსებას არ აქვს მოგეხსენებათ ხომ ადამიანის პირდაპირ ყოველთვის ქება დიდება და სიტყვა უნდა გამოდიოდეს წესით და ამიტომ ჩვენ ხან ვაქებდეთ ღმერთს და ხან ეშმაკს ეს რა თქმა უნდა დამღუპელი იქნება აი ეს შედარება წამიკითხავს რომ მეფეს რომ დიდებულ მეფეს რომ წარმოდიოთ მიართვათ სუფთა კამკამაწყალი მაგრამ ჭურჭელი ჭუჭყიანი გაურეცხავი თასით ის ხო მას შეწუფაჩავს მიეთმევს კი არა ამიტომ ჩვენ ლოცვები რაც გენა გვეგონოს და კარგად გუმოდეთ ლოცულობდეთ და ღმერთს ვადიდებდეთ გარკვეულ პერიოდში თუ საათებში და მერე თამბილს სიტყვავდეთ ღმერთისთვის ვერ იქნება ეს მისაღები აუცილებლად უნდა გადაეჩვიოს ადამიანი რადგან ამის თან ერთად ქრისტიანული გარკვეული წინსვლა და წარმატება ყველა წარმოუდგენელია და საერთოდაც ეს რატო ხდება იცით მიზეზი აქვს თავი მარტო ეს აღარ ვიტყვით სულ სიტყვას და ეს აღარ არის რომ უფალი გვამხეს რომ ნამეტნავისაგან გულისა ბაგენი იტყვიან ეს კი ჩვენი გული იმდენად ჯერ კიდევ შემწიკულებულია სიბილწისაგან უზნეობისაგან გარკვეული ეს უკეთური ძალისაგან რომ თან როგორ არის გულში ცოტა კი არ და ცოტა არ კი და ნახევარი კი არა რა ნამეტნავად არის რომ იქიდან აი გარდამოდის და პირიდან ბაგებიდან გადამოდის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა კოკაზაში გარაც არის იგივე გარდმოდინდების იცით თქვენ ქართველი ესეთი ჩვენ დიდებული წერლის შეთავსებაც საერთოდ ღმერთმა შეგვინდოს და დაგვეხმაროს რომ ეს ცოდვა დავძლიოთ ჩვენში კეთილი ნინო გძერს ახლად შეშენებული სახელზე 20 კანონი წავიკითხეთ და თუ შეიძლება ისევ თავიდან რომ დავიწყოთ მე 40 დღემდე
ეხლა შეიძლება კი არა ძალიან კარგია მე-40 დღემდე განსაკუთრებით პერიოდია ზოგადად ყოველთვის მისავზე ხსენებას შემდეგაც, მაგრამ ეს 20 კანონი ძალიან კარგია, უფალმა შეგიწიროთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, დაიჯეროთ, რომ იქ მიცვალებულს სულს არ მოეჭარბება არ თქვენი ლოცვა, არ თქვენი კანონები თუ სხვა ლოცვების საკითხვა. ზოგადად, აი 40-იანი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა მიცვალების დღეები მოდის და ვესარგებლებს შემთხვევით, რომ ესეთი სწავლება ჩვენ ეკლესიით და არც ჭირისუფალი 40 წლის განმავლობაში ილოცებს ან მოწყალებას გასცემს, ფალი მასაც კეთის საქმედ მიუხვით თითქოს მას გაეკეთებინოს და მას ელოცოს და დაეხმარება სული ცხონების დამკვიდრებაში. და იქ ხონდახოდ ორი რამ აღწევს, აქ სააქაო და საიქაო. სხვა ყველაფერი ამაოა. პირად საუბარ თუ შეიძლება დრო არ ყოლადე საშუალებას თუ გამარტო და დავამტკიცოთ ძალიან მარტივად, რომ ყველაფერი წარმავალია და აქ ამაო არის. იქ ხონდახოდ აღწევს ლოცვა და მოწყალება. ამიტომ ქრისტიანი ყველას უნდა ცდილობდეს 40 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად რომ სანამ მისი მე-40 დღე ანუ პირადი კერძო სამჯარო იქნება, რომ ამ დღეებში ლოცვები არ შეწყვიტოს, მოწყალება გასცეს, არ დაიშუროს, რომ როგორმე აი უფალი მისი მიმართ მოწყალებით განეწყოს და ცოდვები შეუნდოს. თან ამ პერიოდში მისი სული ძალიან მძიმე მდგომარეობაში ეკლესიის სწავლება, კერძოდ ის გარდის გარკვეულ საზვერებს, ჯოჯოხეთის გარკვეულ სანახებს იქ ყველა საკუთარი თვალით იხილავს. რომ ყველა ცოდვას და ჩვენ ჩავდეს წლის განმავლობაში სამწუხაროდ ნებსით უნებლით, ცნობით უმეცეთ და სიტყვით თუ საქმით, იქ ყველა ცოდვას აქ შეიძლება ტანჯვა ჯოჯოხეთში დემონებისგან. ენით გამოუდგეთ, წარმოუდგეთ ტანჯვა და წამება. ამას ყველა სული თავის თვალით ხედავს. იქ ცოდვა იმას ახსენდება, რაც კი ჩაუდენია, რაც არ ახსენდება, დემონები ახსენება და ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ფაქტობრივად უიმედოდ არის და რაც მას იმედს უტოვებს, რომ ღმერთი მოწყალებით მოხედავს და შეიწყებს და არ გაიმეთა ჯოჯოხეთსაც, ეს არის ლოცულოცა მისთვის ლოცულობენ და მის სახეზე მოწყალებას გასცემენ. მაგრამ მასაც კეთილად მიეთვით, თქვენ კი დაგეკარგებათ, თქვენ არ დაგეკარგებათ ეს საქმე, მაგრამ მასაც მიეთვლით, თქოს მას გაუკეთები ეს ყველაფერი და ამიტომ ეს დრო არის 40-მდე ყველა ჯვარი წერაზნეს წუხარების მომენტი იყოს, დრო წუხარებისა, გლოვისა, გნებავ ცრემლის, არ უნდა რამეს არ უგზავნოს, მაგრამ დროს არის დრო მოღვაწეობისა, მჭირსუფალისთვის, დანატოვარისთვის, რომ მისი სულცხონება ღვთისაგან გამოითხოვო და ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენ და შეგიწიროთ ეს 20 კანონი ნალოცი და კიდევ მეტი გელოცოთ მისი სულისთვის. მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა. ეთერში ხართ ისაუბრეთ. დასვით კითხვა, ეთერში ხართ. ვიცოცხლეთ, გაიხარეთ. ერთი მაინტერესებს ეს უშვილობა ქრისტება თუ ძალიან ქრისტება მე არ ვაკეთე და უშვილობა ის ქრისტება თუ მადლობა კითხვისთვის, გაიხარეთ. ხო, რაც ძლიერი სათქმელია ხა ღვთისნება უშვილობა შეიძლება ღვთის განგება იყოს ვიღაცაზე დაშვებული ეს ჯვარი და შემდეგ მე ადამიანები ვიცი ესეთ რომელიც მართლა ფიზიკურად უშვილოები ყოფილან ფიზიოლოგიურად, მაგრამ შემდეგ ამას წმენით მიუღიათ ეს ყველაფერი და ბავშვი აუყვანია და უბედნიერეს ადამიანები ყოფილან. მაგრამ როგორც წესი, ხა ძველახმის ხანარი გაგება იყო, უშვილობა ითხოვებოდა როგორც დიდ ცოდვად და ცოდვების სასჯელად. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, არაფერი არ არის შეუძლებელი ღმერთისათვის. ეს რაღაცა პრობლემა არის დღესაც დგას და ეს თქვენი საკითხია. რა თქმა უნდა, ღმერთს ყველაფერი შეუძლია. არ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ისე, რომ ვიღაცასთვის ღმერთს გაემეტა თქვა შვილი, ბევრი შვილი ვიღაცას არ გამეტა, ეს არ უნდა ვიფიქროთ. ხანდახან რომ ღმერთი ელოდება ჩვენგან გარკვეული რწმენის გამოვლინებას და გარკვეულ ნდობას. და შემდეგ ვიცით, რომ ძველი ახლის იმხელა წმინდანის მაგალითი გვყავს სახარებისეული გმინები, მაგალითად იოაკიმე და ანა ღვთისმშობლის შობამდე იცით თქვენ როგორ ისტორია ქონდა ელისაბედი და ზაქარია და თქვენ ჩვენ დაუჩის ადამიანები იყვნენ, არ იფიქროთ თქვენ რომ ხესინი წმინდანები იყვნენ და ესე არ არის. წერია რომ ესე როგორ არის წმინდანები როგორ არ იყვნენ, მაგრამ მარტო ამიტომ კი არ იყო. ახალ აქმაში წერია რომ ისინი იყვნენ ცნებათა ღვთისა და აღმასრულებელი და მართალი უბიწონი. და მიუხედავად იმისა, რომ გარდასული იყო ანა მაგალითად შოვით სასაქს და ელისაბედი ბერწი იყო, მათ როცა ვედრება არ შეუწყვეტათ ღვთისად. მიხლარ წმენა ქონდა და ეს წმენა დააჯილდოვა სწორედ ღმერთმა და ისეთი შვილები მისცა მარიას გაწული მარიამი და იონა ნათვისე მომავალში, რომ ასევე დღესაც ხდება, რომ ვინც აი წმენა ერთი ამგვარად ჩვენი წმენა გამოიცდება. განსასწრელია ხო აბარა ღმერთთან ყველა საშუალოს და განსასწრელის გამარტება სიტყვას გეუბნება ერთ-ერთი არის, რომ გამოცდა შენი წმენა გამოიცდება. სამწუხაროდ აი წყვილებესაც ეს პრობლემა აქვს ხოლმე, რაც ვერ ახერხებენ ახლა ამ ხლარ წმენის შენარჩუნებას და მე სხვადასხვა არაკანონიერ, არასულიერ და ძალიან სახში გზებს ირჩევენ შვილერებისთვის. არ მივესალმებით ჩვენ. ამიტომ ურჩევთ რომ წმენის იმედი ყოველთვის ღმერთი არავის არ დატოვებს შესმენის გარეშე.
ხანდახან მერც უნდა რომ ვთქვათ ერთი მხარეა მორწმუნე, მეორე არ არის. აი მეორე მორწმუნე გახდება თუ რომ მაშინ ეს წყალო მაშინ მათ მიუვათ ხოლმე. ან გარკვეულ მოწყალებას გაიღებენ რაც მანამდე არ ახასიათებდა და მერტი ხონდაყოთ იმას თუ ზადამ როგორ გაახაროს. ამიტომ ის საჯელად არ უნდა მოიღოთ. დრო არის საჭირო. ასეთ უამრავი წყვილი ვიცით რომლებიც დღეს ყველანაირი ექიმისგან გადაწურული უშვილო ერთკუთხით მრავალში დედა და მამები არიან. რადგან თუნდაც ეს იყოს ფიზიკური კანონით, ექიმის ახლა ვენდობით გასაგები შეიძლება მართლაც ესე იყოს, სადაც ნებავს ღმერთი იძლევის ბუნება იკასტარი და ღმერთი მოქმედებს და ასე როგორც წესი წვენით ბოლომდე ღმერთის მეტ განეწყობა უფალი ძალიან რჩეულ და განსაკუთრებულ შვილებს აძლევს, როგორც წვენი და ლოცვით გამოთხოვილებს. ასეთ უამრავი ეკლესიის ისტორიაში. ასე რომ იმედი არ გადაეწოთ და გული არ გაიტეხოთ. კეთილი. ბექაკზერს სახარებიდან მაინტერესებს დედაკაცი რომ მეუბნება ქრისტეს ძაღლების ჭამენ შვილების საჭვლის ნამცეცებსო. ეს ეპიზოდი როგორ შეიძლება რომ გავიგოთ? ხოდია ძალიან ცნაური ეპიზოდი არის ეს მარტო ძაღლების ჭამამდე რომ ყველა სხვა რიგებს სადაც მაცხვარი თვითონ მიახლება სნეულებს გაჭირვებულებს გარკვეულ ესეთ უმძიმეს მდგომარეობაში ყოფილს ამ დროს ქალბატონი ითხოვს ღვთისგან დახმარება შვილი ყავს ასე მძიმე მდგომარეობაში და უფალი მას თითქოს ყურადღებას არ აქცევს და ეს ქალი არ ჩერდება მოციქულების შემდეგ აი უფალს შეგვეღო ანუ შეგვაწუხა ამ ქალმა უფალს შეებედავე რომ ოღონდ მოусმინეო რა უკმაყოფილება ეს თავის სათხარ და უკმაყოფილება და უფალს უწევდა ამ დროს ეუბნება ამ სიტყვებს და რატომ გააკეთა მაცხოვარმა რომ ეს ქალბატონი ბრძანდებოდა წარმართი პირდაპირ სახარბი ასე იწყება ამ ქალის სახების სიდონიდან მოსული კერტაყვანისმცემელი გამეთ უფალმა მისი რწმენა გამოცადა წვენა გულ გამოცადა იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ხა ჩვენ როგორც წესი რომ აი როგორც ვახსენეთ რაღაცა უფალი ჩვენ სათხوارს არ შეგვისრულებს და მაშინვე ხელს ვიღებთ ხოლმე ხეს ჩავიქნევ და ეს ქალი როგორი რწმენით იყო მიხვდი იმისა რომ წარმართებთან მიახლოს უფლება არ ქონდათ ებრაელ მოძღვართან აი არ თმობს თავის სათხوارს და ესე გულხრად ევედრება და ამ დროს უფალი მას ეტყვის რომ ძაღლის ჭამენო ესე წარმო როგორი შეურაცხყოფელად შეიძლება გავიგოთ ხოლმე და ამ ქალბატონმა კი არის უკადრისა, კი არ გაბრაზდა, კი არ ასმაკადრებ, როგორც ჩვენ მოიქცეოდით. ნახეთ თქო, ძაღლიცო ხო ჭამენ ნაბიჯებისგან, ანუ უფალმა ბრძანა რომ არ არის სწორი რაღება პური შვილთაგან და დაგება ძაღლთან. ფაქტობრივად ძაღლში ადარ. მაგრამ ეს ქალბატონი აი ესე და უფალმა სწორი სიმდაბლეშიც აი ეს ამ ქალბატონის ასე მოყრობით მორწმუნეებს და ანახად მოციქულებს ამ ადამიანის დამალული შინაგანი რწმენა. წვენა ცხოვრე წვენა უფალს არ განეშორა მაინც ჯერ წვენით მიახლა და მიხვდა რომ არ უფლება მაინც არ წავიდა და მეორე სიმდაბლე როგორი ქონდა რომ არ უკადრისა არ გაბრაზდა პირიქით აღიარა რომ ძაღლი ვარ მაგრამ ნამცეცებს ხო ჩვენს მიიღო და უფალმა სწორედ წვენა შევგო საწმო შემა განგცხულა შენ და მართლაც მე გადმოცემა არის რომ იმავე წამსა დაბრუნდება მისი შვილი განკურნებული დახვდა ამიტომ უფალი ესე გამოსის ხოლმე ხანდახან ჩვენ წვენას და ჩვენ არ უნდა გავიგოთ ეს პირადი შეურაცხყოფა არდობებია ღმერთს მისი წვენა წარმოაჩი ესე რო არ ეკნა ღმერთს და პირადად განეკურნა მას ძალიან უფალი ეს ოქს ძალიან ბევრი კრიტიკოსი დაყავდა როგორც ეს ჩასაფრებული ფარისევლები წიგნობრები უხუცესები რომ სათიყვნენ ოღონდაც წარმართის იმერში წყალობა მოეღო რომ მაშინვე დაადანაშაუდნენ ასე აღარ ეძახოდნენ ხო სამარიტელს და ბელზებულს და ეშმაკის მოციქულს და სწორედ ამიტომ რომ პირდაპირ განეკურნა ყველა ეტყოდა რომ აი უფალ რაღაცა დასანახად წარმართებს კურნავს და უფალმა მისი რწმენა და დაანახულეს უთხრა კიდევ რომ რწმენა არის მთავარი რომელიც კურნებას და ღვთის წყალობას იმსახურებს ადამიანს დღესაც ესეა სხვადასხვა კეთილი ესეთი აზრი კითხვა უბრალოდ გელაგვზერს როცა აზრები მოგდის რომ ღმერთი არ არსებობს და გვაქვს ბრძოლები რა გავაკეთო დიდი ხანი ეკლესიაში დავდიო უბრალოდ ახლა დავიწყეს სწორი ლოცვა და დამეწყო ეს აზრები აი ხედითო შეგიფასებით კარგად და მიხვდახა თუ რა არის შედეგი როცა კი ადამიანი ნამდვილად სწორად ვითარდება სულიერად თუნდაც ლოცვის დაწყებით და წინ უამრავი კიდე განსავითარ ეტაპებია მაშინ სწორედ ბოროტი ძალა იწყებს სწორედ აი ამ ადამიანზე მოქმედებს. მანამდე თუ ადამიანი მორწმუნე არ არის და არ ზრუნავს სული ცხოვრებაზე, ეშმაკის ეს საფრთხე არ წარმოადგენს. ესეთი ქრისტიანებიც არიან სამწუხაროდ, ვინც ხოდ სახელით ქრისტიანები არიან და ალოცულობენ, არ მარხულობენ ეკლესიას და არ ცხოვრობენ. ესეთი ქრისტიანები ეშმაკის არ არიან საინტერესო. როგორც ესეთი გამოთქმა ფორმულასავით, რომ მორწმუნეს ეშმაკი ებრძვის და ურწმუნოს მართავსო. მაშინ ხდება ეშმაკის საფრთხე ადამიანი ქრისტიანი, როცა ის ლოცვას იწყებს, თუნდაც რა ლოცვა უნდა იყოს, მე შემდგომს ვითხოვ პიროვნებასთან, მაგრამ დასაწყისში განა ხარისხია, განა ახლა ცეცხლ ლოცვა აღავლინეთ, მაგრამ რახან ლოცვას იწყებს ქრისტიანი. ესე იგი, იწყებს ღმერთთან ურთიერთობას, ესე იგი, უჩდება შანსი,
რომ მისი ხელიდან დასყდეს და ცხონების კანდიდატი გახდეს ცხონდეს კიდევაც და რა თქმა უნდა მაგრამ მაშინვე არ დარჩება ყურადღების გარეშე თუნდაც სცენებული მაგალითად იმ წამსვე იწყებს ბრძოლას და რითი ბრძოლას ძალიან პრიმიტიული ბრძოლა დაწყებს ესე მოქმედებს ხოლმე რომ აი ღმერთი არ არსებობს და როგორ შეიძლება ხა ეს დაიჯეროს დღევანდელ დღეს მithumetes რაციონალური აზრმოაზროვნე ადამიანმა ხო მაგრამ ესე ხანდახან აბკოლებს მე გარკვეულ ფაქტებსაც შეიძლება დაანახოს და თხილად მოის განაგდეთ ესეთ ფიქრები როგორ განაგდოთ ღმერთის მაგრამ მოხმობით და მეტი გულწრფელი ლოცვით და ყველაფერი თავის ადგილას დადგება ეს ბუნებრივი მომენტია ისევ მოვისმინოთ კითხვა გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ ალო დიახ გისმენთ ალო არაფერი არ ვიცი რელიგიური წმენა მაქვს უდიდესი იმიტომ 86 წლის ვარ ცოტა ხანი ვიარე ადრე ეკლესიაში და მე რაღაცა მოხდა გაუგებრობა შემეშალა მგელთან რაღაცა მოქმედება და დამცინა მე აღარ მისულა ეხლა მითხარით გისმენთ ძალიან მინდა ყველაფერი ვიცოდე მაგრამ ვეღარ მიმახსოვრდებ რა მეშველება მე წავწყდები ჯვარი გეწეროთ ერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ ერთმა დაგიფაროთ არა თქვენს გეშველებოთ ნუ გეშინიათ იბრძანდით ისევ ეკლესიაში შეიძლება რომელიმე სასულიერო პირს ესე მოვიდა შემთხვევა შეიძლება თქვენ არასწორად გაგიჩება მას მოვიდა მაგრამ ხსნა მოდელში არ არის ხსნა ღმერთშია მადლობა ღმერთს ჩვენს საქართველოს ეკლესიაში არაერთი ერთმანეთზე უკეთეს ღვთისმსახური მოღვაწეობს და მოქმედოთ მაინდამაინც იმ მღვდელზე გულნაკენი დარჩით რაღაცათო სხვასთან მიბრძანდით და აღსარება ბრძანდა უცბად გეშველება და უკვალოდ არ დაიკარგება თქვენი ქრისტიანული ცხოვრების გარკვეული ეტაპი რომელიც გაგივლიათ და ახლა ესე არაფერი არ ვიცი ერთ დღეში ამის განსწავლა ძალიან ძნელია ერთ დღეში რომი არ შენდება ხო იცით გამოთქმა რო არის და მიბრძანდით ისე მოძღვართან და თქვენ მეტად მოგეკიდება გულისხმელი იმიტომ რომ თქვენ ასეკნა გამომდინარე თქვენი ხო ცირედი წვენაცკის შეიძლება ბევრის ბუმბერას რწმენის კლდეზე უფრო მტკიცე აღმოჩნდეს. ასე რომ მიბრძანთ ეკლესიაში და მოძღვარი აიყვანეთ და მას ესაუბრეთ თქვენი ცოდვების შესახებ და ეზიარეთ და აუცილებლად ცხონდებით. და თუ არ ვეზიარებით, აბა ვიწაწება, მაგას ჩვენ ვერ გეტყვით. ღმერთს არავის არწყვეტ და არ ზნებავს, ღმერთს ყველა სხონება უნდა. ღმერთმა ხომ იცოდაო რომ ადამი და ევა შეცოდავდნენ და რატომ დაუშვა გველის ყოფნა 64-შეო ლუკა გვწერს ხო ეს ცნობილი მდგომარი ღმერთმა რა თქმა უნდა ყველაფერი იცის უფალი ყოვლისწოდი მაგრამ ღმერთი ყველაფერს არ წინასწარ არ მოქმედებს ღმერთი განჭრის მომავალს ადამიანის ეგნებად ადონდებას მაგრამ ის პირადად არ მოქმედებს რადგან ადამიანს მისა თავისუფალი ნება მათი ნება არ შეზღუდა არ შეზღუდა თუ ღმერთმა ისე ამით კი მაპატუხმა კი არ გაერთო ღმერთი მაშინ იცოდა მაგრამ რაღაც მართლა ალოგიკური გამოდის ეს ამ შეკითხვის ხას თუ გაყვეთ ესე არ არის ღმერთმა იცის მაგრამ ასე მარტო თუ რაღაც არჩევანის საშუალება მისცა ღმერთმა დღესაც ესეა ადამიანს რა თქმა უნდა ეცოდა ღმერთმა რომ შეეცოდა მაგრამ შეეძლოთ არ შეეცოდათ აი მე როგორი იქნებოდა ახლა ეს უკვე მარტო ღმერთმა იცის ასე რომ ჩვენ ასე შედეგით ვჯეროთ მაგრამ აი რომ იქემა და რო არ შეეცოდათ რა შეეძლოთ არ შეეცოდათ გვახსოვს ჩვენ როგორი ოყმანეს ხო ასე ვარ ჩვენც თვითონ ადამიანი თვითონ არის თავისი ცხოვრების დედის მჭედველი ვინც როგორ ცხოვრობს სხვათა შორის აი ეს თემა დღევანდელ გადაცემაში ძალიან ხშირად მუსირებს აი ზარის დროსაც დაგვისვა ერთმა გოგონამ და ეხლაც გვისვავს ერთ-ერთი მაყურებელი კვლავ ამ ასე ვთქვათ ამ კუთხით აინტერესებს ესეთი რამე მაგდას არის თუ არა ბიბლიაში რაიმე სახით ადამის და ევას განდევნის საკითხიო გაკეთილშობილებული თუ რეალურად მართლა ხილის ჭამის გამო არიან ისინი გაძევებული სამთხვისგან. ამაზე ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ახლა ადვოკატობას ვერ დავიწყეთ აგერ მოდის. ხილი არის ეს ხო აკრძალული ნაყოფი ხეცნობადისა და შეუცნობადისა. ძალიან დიდი ახსნა თვითონ იმ ხის მნიშვნელობას, თვითონ ისტორიას იმ ხემდე როგორ შეიქმნა სამყარო ადამი და რა დროს მოვიდეს ბიბლიური თხრობაა, თუმცა არანაკლები მოცულობის გამარტივებია მადლობა ჩვენამდე მოღწეული, თუმცა უამრავი კიდე ვერ მოაღწია არ იქნებოდა ამის გარდა, რომელსაც უნდა იცნობდეს ქრისტიანი, მაგრამ დღეს მithოდეს ამდენი საშუალება, ინტერნეტში წიგნები, ბეჭდური ლიტერატურა, მაგრამ ახლა ამის დრო არ აქვს საერთოდ ყველაფერი გვაინტერესებს ამის გარდა, მაგრამ ახლა კვირას
ამის საშუალება იქნება, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ არის ადამ დევა 60-დან განდევნის კვირიაკე და იქნება ქადაგება ეკლესიის ამის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ასე მარტო ეს კონტექსტი კი არ არის, რომ ხილის უფრო საინტერესოა შემდეგი მოვლენები, აი ღმერთის ადამიანისადმი დამოკიდებულება, ადამიანის მდგომარეობა გნებათ აი ამ თქვენი თქმით, თუ რა თქმა უნდა, მამაო სწორად მართლობა მისცა და ახსნა, ეს იყო ხეთწომადის და კეთილის და ბოროტის, არ იყო ხილი რომელიმე გარკვეული. თუნდაც ადამიანის მდგომარეობა აი ამ ხილის თქვენი ნათქვამისებ მირთმევამდე და შემდეგი მდგომარეობა, ანუ ამ ხილის ჭამამ ცოდვის უხიც ურჩობამ რამდენიმე ჩავდანდება მაშინვე მისი შიშიშვილის დაანახვა შემდეგ შიში და ღმერთთან დაკარგეს ურთიერთობა ძალიან დიდი თემა, ძალიან დიდი და საინტერესო თემა ეს არის ბოლო კაცობრიობის გარეჟრაში. პირველი ცოდვის ჩადენა და შემდეგ აი ძალიან ბევრი რამე აქედან სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები კაცობის ისტორიაში, რომელიც სხვანაირად იქნებოდა ადამ და ევას რომ გამოიჩინათ ის, რაც ღმერთმა მათ ხოვდა მხოლოდ ერთგულება ღმერთისა სიყვარული, რომ აი ამ ხეისცნობა და ბოროტის არ შეჭმისა მარხვის გარკვეულ რომელსაც ღმერთი შემდეგ მისცემდა უფლებას და როგორც ჩვენ ახლა როცა მარხულობთ პერდი მარხულობ შემდეგ ხსნილია ხომ ასე მათაც მიექნებათ უფლება ამის მირთმევისა მაგრამ დროზე ადრე მათ ჩათვალეს რომ ღმერთობა მოუნდათ და დიდი თემას მოკლედ ბოროტი ძალა რომ მოვიდა გულის სახით რომ უთხრა რომ ღმერთობა მოანდომათ მათ ღმერთობა მოუნდათ ღმერთის გარეშე და ეს იყო წინაპირობა მწოდის დაცემისა რამაც შედეგები მოიტანა თუ არა ის რომ ეს არ უნდა გაიგოთ თქვენ რომ აი და მას რაღაც ის ხილი მე ხა ხაზური ლიტერატურაში არის ალბათ თქვენ იმის გავლენა გაქვთ რომ აკრძალული ხილი და რაღაც ლამაზად გამოყალეს ხილი ფილმები მინახავს რაღაც მულტფილმები ეს არ არის ის სხვა წინაპირობა ქონდა აი ამ მწოდის ჩადენას და შედეგები რა თქმა უნდა რომელზეც მთელი ეკლესიის სწავლება შემდეგ აგებული და გადმოცემული ნატალია გვწერს ზიარების შემდეგო ჯერ ასე ვთქვათ სიტყვოება უნდა მივაყოლოთ თუ სეფისკვერია ჯერ სეფისკვერი და შემდეგ სიტყვოება ხო და ეს უბრალოდ მაინც განმარტავთ ახლა შესაძლოა გადაადგილების ჯამის არიცვლებას არ გამოგვივიდა მაგრამ რატომ არის ეს დადგენილი ეკლესიის წესში რომ აუცილებელი თუ როცა ადამიანი ეზიარება სუდეს სიწმინდეს მას პირის ღრუში იღებს ხო და ღმერთის სისხლახო წარუმის შეიძლება თავის დაუნებრად ადამიანს მაგალითად ან დაილაპარაკოს დააცემნოს მაგალითად პირი და ეს დიდი სიწმინდე პირიდან ნეუნებლიეთ გადმოვარდეს ან პირის ღრუში გარკვეულადაც დარჩეს და ჩარჩეს და შემდეგ დიდი შეურაცხყოფა ხო ნებსით უნებლიეთ ამ სიწმინდის შემდეგ დავარდა გათელა და ეს რომ არ მოხდეს ძველ ქართულად ამას სარღმელი პირის სარღმელი ერქვა და ამიტომ იქვესთი ქაროსემ ეს აუცილებელი წესია რატომ დეტალს ატოყვებით ესე რომ ხანახა შეიძლება არ იყოს სიტყვება და რა ქნას ადამიანმა პირველი თვის უნდა მიიღოს რა დაიბნეთ რომ სეფისკვერის სიტყვაზე ის დატვირთ თუ აქ რომ პირისგუში არ დარჩეს ეს დიდი სიწმინდე მივაყოლოთ სეფისკვერი მცირე და სიტყვებად ყვილი ღვინოს რომ მოკლედ ეს ჩვენს შინაგანში მოხდეს და არ მოხდეს მისი იქიდან გადმოარდა და შეურაცხყოფა ასე რომ ეს მოგიხერხდა პირველი გნებად სეფისკვერი მიიღეთ და მერე სიტყვება ეს პროსტორი იქნება. ბავშვობაში მაგის ხათრით დავდივით ეკლესიაში. ეს უფრო მოსწონს ვიდრე ზიარება რა ვქნით. ესეთი კითხვა არის, ესე იგი, როგორ შეიძლება ვიყოთ მადლიერი ყველაფრით, ლალი გწერს. ой რა გალი შეკითხვა არა და თითქოს რა ადვილია როგორ უნდა ვიყოთ და ეხლა სანამ თემას ვეღარ გავშლით ეხლა დიდ დროს წაიღო საერთოდ ძალიან ქმედით რჩევას მოგცემთ ძალიან ძნელია ესე ყველაფერში მადლი ვარ და გვევალება ჩვენ და უმადურობა არის უძიმესი მდგომარე ადამიანის სულისა და ეს რო არ დაგვემართოს წინა იონი ოქროპირი გვასწავლის საოცარ ლოცვას ძალიან მარტივია და მოკლე დიდება და მადლობა ყველაფრისათვის აი ეს ლოცვა ამჯერად მოგიხდეთ ცხოვრებაში დღის განმავლობაში უკაცრავად იმდენჯერ გაიმეორეთ ხოლმე და ძალიან დიდ მას იგრძნობთ ამას ამ ლოცვის შედეგად თქვენ თავზე და რაც თავარია იონი ოქროპირი აქ გაგვიმარტავს და გვაგრძელებს რომ ეს ლოცვა დიდ საყენეს ბორო ძალას ეშმას და მას სწორედ მადლიერება არ გააჩინა არ გააჩნია უმადურობის გამო ის ჩავადა იმ ცოდვაშვილის გამოს შემდეგ ლუციფერ ნაცანგელოზი ბოროტის ძალა სატანა გახდა ამიტომ ჩვენს ჯვარი გვეწეროს რომ მიემსგავსოთ ჭიდო მადლიერება ღვთისადმი ყველა ნებისმიერ ქმედებაში ნებისმიერ სიტუაციაში თუ ადამიანი იმ დონეზე ამაღლდება რომ განსაცდელშიც გაჭირებაში სნეულობაში და ღმერთს მადლობას აღუნებს ეს უკვე ნამდვილი ქრისტიანობის ნიშანი იქნება მაგრამ დავიწყოთ მარტივი ესეთი ქმედებებიდან და ნახავთ თქვენ როგორ შეგძენთ ეს ღვთის მადლიერებას ნამდვილად თქვენს სულს როგორ გავიგოთ სახარებაში ნათქვამი სამხრეთის დედოფალი აღსდგება განსაკითხავადო რომ უცად რა ნეტა რა კონტექსტს კითხულობს ერთი მომენტი მახსენდება რომ სადაც არის საუბარი არის სოლომონთან ჩამოცივდეს რომ ნახავს ეგ სამხრეთ დედოფალი ქარი ნახსენები და არის მეორე ეტაპი გამოცხადებაში და ეს წინასწარ მეტყულური ისეთი დაფარული ტექსტია ხამის განმარტება შეგიძლიათ ნახოთ წმინდა ანდრია კესარია კაბადოკიელის სხვა ასეთი როგორ ვთქვათ
განმარტება ჩვენ ასეთი ხარისხიანი ფაქტორად არც მოგვეპოვებდანაც დიდი წინასწარმეტყველური წიგნია და მაინც შეიძლება კონკრეტული პიროვნება იყოს ან გარკვეული სამეფო ან დრო არავინ ვერ იტყვის, მაგრამ კერძო სამხედრო დედოფალი ნახსენებია, როცა სოლომონთან აღდგა და ჩამოვიდაო და სიმდიდრე ნახა და მოიხიბლა მისი ასეთი გონიერებით სიმდიდრეზე მეტად ვიდრე მისი კი ბატონო, თაკუზერს საჭირო თუ არა მარხვის წინ კვლავ პატიების თხოვნა ადამიანებთან, როცა ვაღიარე შეცდომა, ვითხოვე პატიება არაერთხელ და გამოვასწორე და აღარ მინდა წარსულის გახსენება, მინდა უბრალოდ სწორად ვიცხოვრო სახარებისეულად. ხო, არა, აუცილებელი ახლა ეს კონკრეტულ შემთხვევას გააჩნია, მაგრამ ახლა რახან მარხვა იწყება თუ აქედან გამოწვეულია მიტევების კვირა, ამას თავისი ახსნა და თავისი დატვირთვა თუ აქვს და ზოგადად არაფერი არ დაგვიშავდება თუ ერთმანეთის მიმართ ხშირად ვითხოვთ პატიებას. ო და არა ისე რომ ახლა როგორც იმ იგავარაგშერვა რომ ხო კარგი ვქენა მოგიყვანო და ამდენჯერ თუ ნამითხრა და გეტოვებინე ორმოშიო. ისე ნუ ვიზათო ადამიანს შევაწუხოთ ჩვენი არა ფორმალური და რაღაცნაირი კაცმოთნური რაღაც ვითომ შენდობების თხოვნა. უნდა იყოს ეს რეალურად. თუ გული გეუბნებათ, შენდობის თქოს წინა, შენდობა პატიების თხოვნა დიდი ვაჟკაცოდი, დიდი სიმამაცია. სულაც არ არის სიმხდარი. და ქართული ენა რასაოცარია, ხშირად მიყვარს ხოლმე ამის თქმა, რომ ბოდიში არ არის ქართული სიტყვა პირიქით თურქული ენიდან შემოსულა ძალიან არც თუ ისე კარგრამეს ნიშნავს თურქულად და ქართული ენა არ არის. თუმცა აზრი ერთგივია ხომ? შენდობის თხოვნა, შემინდე, მაპატიე ნახეთ რომ მე ადამიანს ამასო ვეუბნები, ის შემინდე, შენში ნდობა აღადგინე ჩემს მიმართ. წარმოგიდგენთ ხელასწულია ჩადებულია რომ მე ვისაც პატიებას თხოვ, ესე იგი იმასო ვაწყენინე თუ რაღაცა გაიგო ჩემზე თუ ვერ მოვეკეცი. იმათ შესმა ნდობა დაკარგა, სიყვარული ცოტა ხო შეუმცირდა და ვთხოვ რომ შემინდეო, შენ ეს ნდობა დამიბრუნე. თავდავლობის რამხელა სიდია და ამ სიტყვაში და ასე მაპატიე იგივე. ნახეთ, შენ გულში, შენს თვალში მე პატივში აღმადგინეო. აი ჩვენ რო გჭირდება იმიტომ აღმადგინოს მე ხო მიყვარს პატივი და ნდობა იმსახურებდი, იმიტომ რომ ნამდვილად ნანოფ რაც გავაკეთე. ამიტომ თუ ითხოვთ ხოლმე შენდობას, არაფერ დაგიშავდეთ პირიქით, სიმდაბლეს მივუჩვევით ასე. ერთ-ერთი წამ ამბძანდეს რომ მიაქჩვიე შენი ბაგეების სიტყვებს შენდობა მაპატიე და მოვა სიმდაბლე. ამ შემთხვევაში არ მოდის ხო? კი ბატონო, უჩაგწერს როდესაც ადამიანი ვერ ოჯახდება, ხომარჯობია მონასტრულ ცხოვრებაზე იფიქროს. ხო, იცით ხა ის ამდენად წინა რახან ვერ დაოჯახდა გინდათ ქალბატონი თუ ვაჟი ესე არ შეიძლება ინსტრუქციად მივიღოთ, თუმცა ხანდახან ხდება რომ დასაოჯახებელი შემდეგ თავის თავს მონასტერში იპოვის, მაგრამ სულ სხვა ალტერნატივა არ არის. ალტერნატივა არ არის, მაინც ახლა ეს არ გამოვიდა და მოდი ეს სადვესი არ უნდა გავგო, თუმცა როცა ადამიანი ამ ქვეყანაზე მოდის ესეთი შეღზოგმაში მინდა სწორად გამიგოთ, ვერ გაიგოს, მაგრამ ორი გზა ადამიანს ღვთისკენ სავალ ან ღმერთის უნდა იმსახუროს ოჯახური ცხოვრებით, სოქრობით იქნება თუ შვილებით, ან მას უნდა შეწიროს თავის ცხოვრება, ანუ ბერად შედგეს. ნუ შეიძლება რა თქმა უნდა წესიერი ცხოვრებას, მაგრამ თუ ღმერთის სიყვარული და მსახურება გინდა, ეს ორი გზა. მაგრამ ახლა აქ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს, დიდი ლოცვა და დიდი სიფრთხილე რომ არ იქნეს დაშვებული შეცდომა. რომ ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან ზოგს გონია რომ მაგალითად მოწოდება აქვს სულიერი ამ ცხოვრებისა, ბერად შედგომისა და შემდეგ ეს მოწოდება რომ ჩაახშოს, შემდეგ იძულებით ქორწინდება და უფრო ძიან გუმრაში ვარდება. ამ ყველაფერს ღვთისმადით სულიერი მოძღვარი აბანასეს მე ღვთისმადით, ღვთის სიბრძნით და მითითებით და ადამიანი თავის თავს პოულობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თქვენი თავი პოვოთ, სად არის თქვენი მოწოდება, სად რითი უნდა ემსახუროთ ღმერთს, რისი ტალანტი მოგცათ ღმერთს. ზოგი ძალიან მარტივად აკეთებს ამას ღმერთი, გამოუჩენს ხოლმე ერთ გზას, მეორე გზას, მაგრამ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს, როცა საქმე ბერულ ცხოვრების შედგომას ჭირდება. ამას და ესეთი წინამამათაგან მთელი დისციპლინებია ივანეს სინოდთან კერძოდ, აი სამი აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანმა იფიქროს, საერთოდ იფიქროს ბერობაზე. იმ ერთ-ერთ პირობასაც თუ არის არ აკმაყოფილებს, მაშინ მისი ბერობა არ შეიძლება და ამას ყველაფერს სულიერ მოძღვარი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებლად აბალანსებს და მისი ლოცვა-კურთხევით ხდება ეს. ესე არ ხდება თავის თვითონ გადაწყვეტილებით. კეთილი მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. ალო? დიახ, გისმენთ. ალო, მამ. ისაუბრეთ ეთერში ხართ, პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. მამა, შიდობა მოგცეთ ღმერთმა და იცოცხლეთ გაიხარეთ. შისკოშ გაგიმარჯოთ ღმერთს. მე ასეთი კითხვა მინდა დაგისვენოთ. ვარ მოწმუნე ახლა ეს რაღაცა ბევრი რამე მე შეგახეთ სრულყოფილი კი არა, მაგრამ ასეთ კითხვა მინდა დაგისვენოთ გენაცვალ. მე ახლა მეზობლებში სამსახურში მეუბნებოდი რომ კარგი ფეხი და კაცაგონად კარგია რომ კარგად მეუბნებიან, მაგრამ მიხაროდეს თუ მწყენდეს არ ვიცი.
გასაგები. რა ფეხი რა გეთხრათ ქალბატონო, მაგრამ კარგია თუ თქვენი გარემოცვა, თქვენ ურთიერთობა სიხარულით ხდება და ესე გაღერებნა თქვენ მათ ბედნიერა მოგაქვთ. მაშინ დაგლოცოთ ღერთმა და ძალიან კარგია. ეს არის შესაშველი მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ გადასახადების დასაწყისში, რომ ზოგი ღერთმა ყოლა დაება საშინელება არაფერია, რომ ისეთი ძიმე მდგომარეობაშია მის სულიერად აი ნეგატიურს აი რულად ასხივებს, რომ არავის მისვლა არ სიამონებს, არც არაზოს, არც თქვენ აი მეკლეთ ვახსენეთ, მეკლეთ არ ვიცი ცალკე თემა ცრუწმენა, მაგრამ არა თუ მეკლეთ არ ისედაც როცა მოდი საზოგადოებაში ყველა მძიმდება, ყველა ნეგატიურად განეწყობა და თქვენ თუ სიხაული მოგაქვთ და ამიტომ კარგი ფეხის დაგარქვეს, გამართეთ ეს თობა და გააგზავნეთ, ეს კარგია, ამას კარგი. ჩვენ მატრიარქში რა გვოძრავს ხოლმე თუ უსმენთ რა ვიცი მის გადაგებებს, რომ ქრისტიანი ყველა უნდა იყოს מחარებელი, ყველა სადაც მიხვალ სიხაული უნდა მოქონდეთ. იმიტომ რომ ღმერთის მოიმედე ქრისტიანი არ შეიძლება რომ ას მოჟამული და ესეთი უხასიათო იყოს, არ არის ეს. მარხვის დროსაც კი უფალი გვეტყვის ახლა წაკითხული სახარება იქნება რომ დაიბანე პირით შენი იცხეზეთი და რომ სიხაულით ეჩვენო საზოგადოებას და არა მარხველად რომ დამწუხრებული მოჩვენებითი რაღაც თვისმოსავების გამო. კი ბატონო. მზიკო გწერს აი ბეჭდენ ჯვრებზე რო ისაუბრეთო ნათლობისო, იგივე კითხვა მაქვს მე ბეჭდების შესახებო, საქორწინო ბეჭდებს გულისხმობს. ხო, ბეჭდებს ახლა კიდე რა ვიცი ძალიან ცუდი ესეს, მაგრამ ბეჭდების ახლა შეიძინეთ რა ვიცი და ხელახლა ვერან ვერ ჩაატერებს ვერც წინდობას, ვერც ჯვრისწერას გამორიცხულია და მაინც საქორწინო ბეჭედი დაარქვით, ახლა იმაზე მსახურება ცალკე ვერან ვერ გაკურთხებთ, როგორც იმას ჯვარს კიდე აკურთხებენ ახლა რომ ჯვარი ატაროს ჩოდოთ ბავშვს, მაგრამ ის ბეჭედი საქორწინო ბეჭედად აკურთხოს მოძღვარმა ესეთი რამე საიდუმლობაში ერთხელ მოხდა. მაგრამ რაღაცა უნდა შეიძლება პატარა შენდობას თუ გავკადნიერ, მაგრამ ეს სიყვარულს უხდება, თქვენ ურთიერთობას წაადგო და რაღაც სამახსოვრო გექნებათ. რა მნიშვნელობა აქვს ისი ბეჭედი იქნება თქვენი როგორც ქორწინების სიყვარულის მარადილობის ნიშნად, რომ ხელზე ამიტომ სატარებენ ხოლმე ცოლ-ქმარი. მიცვალებულთა და ცოცხალთათვისო რომელ დღეებში უნდა დავწეროთ მოსახსენებლებიო? რომელ დღეებში? ყოველ დღეში, ზოგ ტაძრებში ყოველ დღე წირვა ლოცვა და ყოველთვის შეიძლება. წირვა ყოველთვის ტარდება მიცვალებულთა ცოცხლებისთვისაც. ხო და ერთადერთი ლიტურგია პირველ შეწირვისა წმინდა გრიგოლ დიალოგის, რომელიც ამ დიდ მარხვის პრაქტიკაში შემოვა შუაკური ოთხშაბათი პარასკევს, როცა არ ხდება მოხსენება, თუ როცა წირვა ტარდება, თუნდაც ეს მიცვალებულების ხსენება იყოს მაგალითად ზოგადად იქ ცოცხლსაც იხსენებენ, რა თქმა უნდა. უბრალოდ აქცენტირებულია ეს წირვა ლოცვა გამდიდრებული მიცვალების საკითხავი ზისპირებით, ტექსტებითა და კვერექსებით, თორე დანარჩენი წირვა რატომ იმიტომ ტარდება ორივესთვის, რომ ღმერთისთვის ყველა ცოცხალია. ეს მიცვალება ჩვენც არის გარდაცვალებული, თორე ღმერთის ცოცხალია ყველა ჩვენც და გარდაცვალებულს. ვერც არის მარადიული აწმყო, მისთვის არ არის წარსული და მომის მარადიული აწმყო. ამიტომაც წირვა როგორც ღვთის მსახურება ღმერთისა, ღმერთი ყველას გვაერთიანებს ამ მსახურებაში. ზაური გწერს ისევ დაბადების შესაქმის თავზე არის საუბარი, ესე იგი სამოთხეშიო ადამ და ევას ჰქონდათ სრული სიყვარულიო, არა მარტო მათ, ყველა იქ მყოფებსო. ვიცით რომ იქ იყო აღუწერელი სასწაულებრივად უსაზღვრო სიყვარული. საინტერესოა მაშინ იქ ცბიერ არსებას, როგორიც არის გველი, რა უნდოდაო, როგორ მოხვდა იქო ისო? ხო, სრული სიყვარული, ახლა არ ვიცი რას გულისხმობს პატივცემული ცხოველები, ფრინველები, ეს ფაუნა რაც შეიქმნა, რომ ადამას შემდეგ სახელყო დარქვა, ახლა მათ შორის სიყვარულით გაგება იყო და ყველა ადამიანის ნებისა და ძალაუფლების ქვეშ იყო, რო თქვა, მოქცეული და რა თქმა სიამტკილობა იყო სამოთხეს ბაღიც ამას ნიშნავს. ახლა უცეთ სიყვარული ადამიან და ევას შორის როგორიც იყო თქვა და იგივე ახლა მე არ ვიცი ცხოვრებაში ფრინველში არ წამიკითხავს არსად, მაგრამ როგორ მოხდა ახლა გველი საერთოდ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენც ხო ესე ვართ აი ადამიანები რომ გარკვეული ადამიანი გამავლოს თავის ქმედით საქმით ჩემს სიყვარული აქ თუ არ აქვს და იმიტომ დაუშვა ღმერთმა იმ გველი რომ ცვიერი არსება და ბოროტი არსება რომ ბოროტი გახდა ეს ღმერთს არ შეუქმნია ბოროტად მოგეხსენება თქვენი სანგელნათის ანგელოზი იყო ღმერთის ნაცვლად დაშორდა თუ არა იმ ცოდვების გამო ზეციდან განმოგდებული იქნა მიქაელ მთავარანგელოზის მიერ და შემდეგ ესეთი ბოროტების სახე მიიღო რომელიც გველში შევიდა გველი როგორც ულამაზეს ქმნილებად ითვლებოდა მაშინ ესეთი გადმოცემაც არსებობს ესე არ დახუხავდა როგორც ახლა არის და იმ გველით როგორც ილამაზის სახით აი ესე სასუნებლად შევიდა აი იმ სამოთხე რადგან ეს სამოთხე არ იყო სრულყოფილი სისავსე სახე ჭეშმარიტი შემდგე სამოთხის ნეტარი რომელსაც უკვე ცხონებულები სასუფეში დამკვიდრდებიან ეს სამოთხეც აი იყო წინა სახე არასრულყოფილი ამიტომაც დაიშვა იქ ბოროტი ძალის შეშვება რომ ერთგვარად გამოსცილკნილიყო ადამი და ევას წინა ადამიანის სიყვარული ღვთისად
ეს რომ არ ყოფილიყო, როგორც თქვა, მარხვა დაუწესა ხო ღმერთმა, რა საჭირო იყო მარხვა მავენ ამბობს, რომ ამათ მიეცათ საშუალება, რომ ღმერთის მორჩილებისა და სიყვარულის გამოვლენისა. თუმცა ღმერთმა დაავალა 60 ჩააბარა ადამიანს მეტი რა უნდა ყოფილიყო სამყაროს შემოქმედმა, როგორც მეფეები ისე მოიყვანა ჯერ შექმნა ფლორა ფაუნა, ციური სხეული და შენ ადამიანი და მის საფლორ მას დაერქმია სახელები, როგორც ფლორასთვის, ფაუნასთვის. და რაღა ჭირდა რაღა მოეთხოდა ადამიანს ხო რომ ამ ღმერთის ქონოდა სიყვარული, მორჩილება და დობა. და უნდა დაესამთხნო, დაემოშოვებინათ, უნდა მიეხედათ და გამრავლებულიყვნენ. და ეს სიყვარული დაემკეცერა და ჭირდებოდა გარკვეული აი მაგზალვის შემოღება ღვთისაგან, მისი ყოლის მცოდნე გონები და სიბზნით. და გამართა რომ ფაქტია რომ ადამიანებაში არ იყო ეს უყოფილი სიყვარული, მაინც სადღაც რაღაც მომენტში და თავისუფლებით იყვნენ აღჭურვილები, ფაქტია რომ პირველივე შემთხვევაზე ესე რომ ვთქვათ, მათ ჩათვალეს რომ ღმერთის გარეშე შეიძლება ღმერთები გახდნენ და მოусმინეს ამ ბორო ძალას. მაგრამ ეს არ იყო ტრაგედია. არ არის ის რა მოხდებოდა თუ ამ ცოდვის დაცემის შემდეგ რომ ღმერთი შეიძლება ამიტომაც დიდად ამდაებას რომ მათ სინანული გამოეჩინათ ღმერთის მიმართ. უფალი აუცილებლად აპატიებდა მათ. აი ძალიან მაშინ მოიყვეთ რაღაცა როგორ არის რომ როცა ადამიანებმა ეს აკრძალული ნაყოფი იგემეს, მაშინვე დაენახეს რომ იყვნენ შიშვლები, დაიფარეს სიშიშვლე და რაც ყველაზე საშინელება რომ ღმერთს ემალებიან 60-ში ერთ-ერთი ბოჭკისა თუ ხის უკან. ნახეთ როგორ დეგრადირდა მყისა და ადამიანის ცნობიერება რომ განა ტრაგედია ის კი არ იყო რომ თქვა ნაყოფი მიეთვეს ან მიეთვეს. რომ ჯერ რატომ მიერთვეს ცალკე თემა იყო რომ ნახე ისინი ფიქრობენ რომ შეიძლება ღმერთს სადმე დაემალო და ვინმე და მათ ჩვენზე კარგად მოიხსნა და ყველაზე კარგად მოიხსენოთ რომ ღმერთი არის ყოველის მცოდნე, ყველგან მყოფი. როგორ შეიძლება ღმერთს სადმე დაემალო დანაშაულის შემდეგ თუნდაც თუ ისე და თან იქვე 60-ში და როცა ღმერთი მიმოვა ჩვეულებისაებრ 60-ში უძღმობს ადამ სად ხარ ნახეთ ეს ძალიან თავისეული მოხმობა არის არა და მანამდე ადამიანებს ქონდათ ღმერთთან ჰარმონიული ურთიერთობა ისინი როგორც მამა-შვილური სიყვარულით ახსავს იყვნენ ეხლა უკვე ემალებიან ეხლა უკვე ეშენიათ მის დაირღვა ეს უკვე დიდი დისბალანსი მოხდა მაგრამ ღმერთი მზად არის ხა ადამს სად ხარ რატო ეძახეს კი არ ეძახს რომ ვერ ხედავს ადამიანს ფიზიკური თვალი და სად იმალები ხო არ იმალები ღმერთმა იცის რა თქმა უნდა რაც მოხდა აი ადამ ეს ორი ჯერ მიმართვა ესეთი გამარტებაც მოვისმინე რომ ადამიანის შინაგან და გარეგან აი სამყაროს სუსტა ხორცს მიემართება რომ ადამ სად ხარ და როცა უკვე ადამიანო გაყუსულები არიან ხმას არიღებენ და როცა უკვე უფალი მივა იმ ბოჭკთან თუ ხედავ ის უკანაც ისინი დამოლები არიან და უკვე ფიზიკური თვალითაც აღარ აქვს აზრი დამალოს აი ადამიანი ამ დროს გამოეხმაურება და უფალო შიშველი ვარ და ცხენე იმიტომ არ გამოვდივართ ახლა მამას თუ მგონი რომ მაიდამაიც რო თქვა ღმერთის ერთი ნაყოფი კი არ დაენანა ალბათ ფიქრობს ახლა ასეთი ლოგიკით რო გავყვეთ რომ ღმერთი უნდა გაუბრაზდეს ადამიანი და მაგრამ ნახრას უფალი ასე უნდა მე გითხრათ რომ შიშველი ხართ შემთხვევით აკრძალ ნაყოფი ხომ არ გიგემიათ აი ნახეთ მამა რო შვილს ეტყვის რომ ხა მშობლები ბრძანდებით ახლა მე გავამისდე რომ ბავშვი რაღაცასო დააშავებს როგორც ყველა მშობელს მეც გავამისდე და რო გინდა რომ გამოტეხო ახლა იმ დანაშაულს რატო გინდა რომ გამოტეხო რა ხო არ გინდა რომ დასაჯო და ახლა რაღაცა დამართო რო იცი რა და ის ხო არ გიჭამე ეუბნება და ალბათ ახლა ლოგიკური პასუხია რომ აი ხო უფალო ესე მოგვივიდა შევჭამეთ ალბათ მაპატიე მაგრამ საოცარი პასუხი ადამიანის აი აქ არის სწორედ ყველაზე დიდი პრობლემა რომ მე რა შუაში ვარ შენ რო ცოლი მომიყვანე იმან მაჭამა და შევჭამე ნახეთ ადამიანის პასუხში ნასახი არ არის მისხელი არ არის სინანულისა პირიქით მან ღმერთი დაადანაშაულა შენ რო ცოლი მომიყვანე არა და რამოდენმე ხნის უკან ეს ბიბლიური თხრობაა რომ როცა ადამა ჯერ ადამი შექმნა ღმერთმა და შემდეგ ადამისგან ევა და ამიტომაც არის კაცი არის ხატი ღვთისა და ქალი არის ხატი ქმრისა და როცა მე შეხედავ ღმერთმა ადამა მოიწყინა თავის მსგავს ვერცად ვერ იპავა ერთ პირველში ცხოველებში მოიწყინა ადამა და ღმერთმა მოგვარა ეს განკურნებითი ძილი გარკვეული და მის ნაკრისგან შექმნა ევა და როცა ევა დაინახა ადამა ისე განიხარა ისე გავანია და მსგავსი იპოვა და თქვა რომ ჩემი ხორცთაგანი ჭეშმდა ჩემი ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ღმერთი მადლობდა ამ დიდ ბედებს რომ თავის მსგავსი მოუყვანა 60-ში და ის ადამი როცა გაუჭიდა უცბად ღმერთი დაადანაშაულა შენ რო ცოლი მომიყვანეო და სწორედ აი ამ პასუხის გამო მსგავსი პასუხი ევასგან მე რა შუაში ვარ არავის არ დაუდანაშაულა ევა და მხოლოდ თქვა ღმერთს რომ რატო შეჭამეთ როგორ გაბედეთ ხოლო და ხოლო ცხოვა რომ აღიარეთ და ევას პასუხის მე რა შუაში ვარ გვემა მასთუნა და შევჭამო სწორედ ადამიანდება ამ 60-დან გამოიდევნებიან სინანულის არქონის გამო და არა ცოდვის ჩადენის გამო მარტო მათო შენდობა ეთხოვათ ღვთისაგან ეს რა თქმა უნდა არ მოხდებოდა მათი დაჟე და მსგავსი ბარემ ნახავთ იმა მოიტანა საუბედუროთ ქრონოლოგიურად მალევე თუ გვიან ახლა წლები მაინც პირობითია იმ ძველაქსი რა ელიტყვის დადგენებ მაინც ამდენი წელი იყო თუ ამდენი ასწლეული როცა საშინელი ცოდვა მოხდა კაინმა როცა აბელი მოკლა ძმა პირველი მკვლელობა მოხდა დედამიწაზე კაცობრიობის ისტორიაში პირველი სისხლი დაიღვარა ამ დროსაც ნახე ღმერთი როგორ ინარჩუნებს თავის რომელიც იცის რაც მოხდა რა თქმა უნდა ინარჩუნებს თავის
სუგძელებას, კაცმოყვარებას და ეცხადება კაინს, დეუბნება, კაინ, სად არის შენი ძმა? ნახე როგორ გავს ადამიანს სათხარ, იგივე პათოსი, იგივე სიყვარული ნათქვამი. და კაინის იგივე ადამიანის ჭეშმარიტი შვილი გამოდის რა, რომ უტიფარი პასუხი, რომ მე რა ვცადე ჩემი ძმა, მე მაგის ყარაული ხარ, არ დოგა მოკლული ყავს. და სწორედ აი ამ განამარტულ ცოდვის გამო, რა თქმა უნდა, საშინელი ცოდვა იყო, სინამდვილეში არ ქონის გამო დაიჯება კაინიც ამ საშინელი ცოდვის გამო. ამიტომაც ეს ჩვენთვის ერთგვარად დიდი ჭკუის სასწაული და ძალიან დიდი იმედია მეორე კუთხით, რომ ღმერთი ყველა ცოდვას პატევს ადამიანს, თუ ადამიანი მოინანიებს ჭეშმარიტ და შენდობას ითხოვს ღვთისაგან, რადგან იგი არის ღმერთი მონანულთა და მაცხვარი შეცოდებულთა. ეს ადამიანებს არ ესმოდათ. ამიტომაც ქრისტე როცა გაანგაცდა უკვე თვითონ ადამიანის ბუნება შეემოსა და მოვიდა დამიწაზე, წოდ მისი ქადაგის პირველი სიტყვები იყო, რომ შეინანეთ, ანუ მოახლოებულ არ სასწაულსა და თავისთავად უნებოდა. არა მოვედი წოდებად მართლად, არამედ ცოდულთა სინანულად. წყალობა იმ ნებავს და არა მსხვერპლი. მოვიდა ძეკაცისა, მოძიება და ცხონება წარწმენდულისა. ზოგადად ღმერთი ისევ მოგვიწოდეს ჩვენ რადგან უფალი არ იცვლება. გუში და დღეს იგი თავადი უკუნისამდე, დღესაც რაზეც ცუდა ადამიანს დიდი ქონეს და სამარცხვინო, თუ ის ღვთისგან შენდობა სიტყვის აღსაერებაში, უფალი ყველა ცოდვას მოუტევს, რადგან არ არსებობს ცოდვა სახეობა მისი რაოდენობა, რომელიც გადამეტეს ღვთის კაცმოყვარებას ადამიანისად. რა თქმა უნდა, სინანულის შემთხვევაში. კეთილი, ანუ კი გწერს ზოგჯერ ხდება ისე, რომ ბოროტის მსახურ მჩხიბავ ადამიანებსო ეშმაკი უცბად უსრულებს თხოვნებსო. ღმერთი კი არ ისმენს ეკლესიური ადამიანების თხოვნას და არ იხსნის განსასწრებისგან. რატომ ხდება ასეო? ღმერთიც შერჩევით უსმენს ადამიანებსო? არა, რა თქმა უნდა, ღმერთი ყველაფერს უსმენს, უბრალოდ ღმერთი მყისრად არ მოქმედებს, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთზე ბრძენი და ჭკვიანი არა ვარ და ყოვლისწოდნელი უფალმა იცის რა დროს, როდის უნდა მოგვეცეს ჩვენი სათხواره. ღმერთო დაგვიფაროს, ვინც რას ითხოვს, ყოველთვის მაშინ რომ მიეცეს, ეს სამყარო кайხანი აღარ იარსებებდა. რა ჩვენი სულისთვის არ არის სათნო, იმას ღმერთი არის შეისმეს. ესე ღმერთი ყოს ეციური мама, შედარება მოვიყვანოთ, როგორც ხორციელი мама, რო ვიცი რომ ჩემ შვილს რომელიც არც თუ ისე კვით გამოირჩევა ჯერ პატარა და მიამიტია და ვერ ხვდება რა ხდა ზიას მოუტას მაგალითად მე მას დანასხო არ მივიცემ, იმას ასანსხო არ მივიცემ, განიმიტომ რომ არ ვისმენ და არ მიყვარს, თავის დროზე მივიცემ, ხო? ღმერთი ასე ზდის ადამიანსაც და იმიტომ არ უსრულებს შეიძლება წმენის გამოსთა, შეიძლება მის მოთმინებას, მის სიყვარულს და ნდობას ცდის ღვთისწინაშე ცალკე თემა. ადამიანი აუცილებლად დაიჯება, ვინც ამ ბოროტებას ჩადის. რა თქმა უნდა, და ამიტომ ის მოკლეობა ღმერთის ნდობა ყოველთვის კარგს მოგიტანს და ეს რატო ხდება ესე? აი ეს შეკითხვები ხშირია ხოლმე დღესაც სამწუხაროდ სხვათა შორის ნაღმუშნო დღევანდელმა ამ ჭხიბაობამ და ამ კითხავამ და დახელოვნებული სატყუარი სახე მიიღო თუ ადრე მაინც რაღაცნაირი თავისი ერთანი გარეგნობით გამოჩნდა. ეხლა უამრავი ადამიანი იჩემებს ხატებით კურნებას, რაღაც საკმელას ანთებსთან და სიტყვის ადამიანებს. მეტი რადგინად აი ამ ჭხიბავებმა დაერქვეს ნათელ მხილველი, ანუ ღმერთის მხილველი გამო ნათელი ღმერთია თავად და მე ვერ ხვდება სასახლეში მოკვირა მხილვად ყვილია და მახსენდება წმინდა მამა გაბრიელის ესეთი შემთხვევა, როცა მას კითხეს, რატო ხდება აი ამ მსგავსი შეკითხვა იყო რომ ადამიანს მივადა მკითხავთან რომ ეტყვის კითხავ როგორ უსულდებაო და მაგაბრიელმა უთხრა რომ როცა ადამიანი კითხავთან მიდისო ის პირდაპირ ეშმაკს მიახლება და ეშმაკი შუბზე დააწერს იმასაც მე უკეთებს და უსულებსო და რა თქმა უნდა ის თუ მყისელი რაღაცა კმაყოფილება მე ძალიან დიდი დახუვით და ცემით და დაყუვით თავდება ხოლმე შეშეთხოვა ამ ადამიანებს. ამიტომ ბოროტი ძალს როცა ჩვენი უპირობო დაღუპვა ჯოჯოხეთში ტანჯვას წყურია იმისგან ჩვენ კეთილს ყოფილობა აბსოლუტურად წარმოუდგენელია და არასასურველი უნდა იყოს ხო. კეთილი. კიდე ერთი კითხვა, ესე იგი აი მამაო ჩვენოს ხომ ამბობთო საზდელის მიღების წინო და რატომ უნდა ვთქვათო მე ვყოლდებიო ჭამის წინ მამაო ჩვენოს რომ წარმოვთქვა უფრო მიმაჩნია რომ საუფლოვოცვის პურშიო მიწიერი პური არ მოიაზრებაო არამედ წმინდა ზიარება და სულიერი საზრდოო და მე უბრალოდ ჯვარი რომ გადავსახო საზრდელს და ჩემი სიტყვებით მადლობდე ღმერთს და მივირთვაო ეს საზრდელიო ითვლება თუ არა ეს ეკლესიის სწავლებაზე და ტრადიციაზე, ასე ვთქვათ, ზემოდან დგომადო რა. ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ კარგია თუ ჯვარსაც გადასახავთ, მამა გაბრიელასაც გვასწავლის, მაგრამ მე ვერ ხვდები წინამდგომაში რატომ მოდეთ მამაო ჩვენს და რაც მეჯე მით უკეთეს მამაო ჩვენო არაფერს არ გვავნებს თუ არ გვარგებს. გარდა იქ პური არსებობს, გადახოთ პური არსობისა იგულისხმება ძესიური პური, მაგრამ ამადოს იგულისხმება მიწიერი პურის პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. შეიძლება ასეც გავიგო და ასეც არის დანაშაული მეორე მხრიდან, ხო? ასე რომ მამაო ჩვენო ყველა დასაწყის ლოცვებში არის და ეს საუფლო იმხელა ლოცვაა გარდა პურისა ჯერ იყავ ნებაშენი, ამ ცალცეო თითო ფრაზა ცალცეო გამარტება და მნიშვნელობა ადამიანის სულის. მთელი ჩვენი ცხოვრების ლოცვა. ყველა ძალიან საოცარ ამ ლოცვა სარგე დიდი გამარტება ჭირდება და თან უშუალოდ უფლის პირისაგან გავამავალი ლოცვა არის ძალიან დიდი მისი ხარისხი და აღმატებულება
ლოცვაზე თვალში საცემია, ხო? თუ სხვა ლოცვები არის და მამათაგან შედგენილი და შექმნილი, სულიწის მადრის შთაგონებით, ეს უშუალოდ პირველი პირი და ღმერთისგან გამომავალ ეს ისტორია მამაოჩოს ეცოდინება ახლა მკითხვის დასმას, რომ მას მოწყვეტს თხოვე რომ ჩვენც ლოცვა გვასწავლოს, ხევის მოწაფე ლოცვა და ჩვენ როგორ ვილოცოთ. ხო თვითონ გახსენეთ წმინდა ბაგეს და ბრძანოს რომ თქვენ ასე ილოცევდით და რაც მეჯერით მამაოჩ მეტკვეთესი ჩვენი სულისთვის და კეთილი მამა დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ჩვენს ვეფას მაყურებლებს კი შევახსენებ რომ დღევანდელი გადაცემის პასუხობს მოძღვრის სტუმარი გახლდათ ნაძალადევში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8-ის ნახევარზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ